მოგესალმებით ყველას. ცით რა არის ითამაშებდა დიდ როლს ეგ ფილმები, საშინელებათა ფილმები ერთად თუ რა არიან, ყველა სხვადასხვანაირი მიღები არა აქვს, ეტყობა თქვენი ბავშვი მგრძნობიარე. ხო ინდივიდუალურია ადამიანები, აბსოლუტურად ყველა და ერთ აფაში ვერ მოაქცევთ. და მასეთ ფილმებს, რა თქმა უნდა, გარკვეული შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენც ვიყავით ბავშვები და არაფერი საშინელებები არ გადიოდა, მაგრამ თუ რამე ისეთი იყო, ძალიან განვიცდილი, თქვათ აი სამი მუშკეტერი მე ბავშვობაში. ნანახი მაქვს და მე განვიცდიდი იმას იქ რაც ხდებოდა ამ დროს თავიდან ბოლომდე სისულელია ხო რა არის მოზარდი ვართ ჩვენ და განცდით შევდივართ მე დიდხანს გაყვება ეგ შთაბეჭდილება დაფიქსირება და გეშინია რა მახსოვს ჩემი რაღაც ამ სამხრეთ ამერიკულ აი აქ სამხრეთ ამერიკულ სერიალს უყურებდი და ჩემთან ერთად ჩემი ახლა უკვე იმხელა კაცია პატარა მაშინ იყო 3 წლის 4 თუ ცოტა 5-6 წლის უყურებდა ფილმს და აი ხელებს იმეშვებოდა თითებს აიფარებდა და ისე გავხედე და ნახეთ ისე უყურებდა და დავარიგე მე რატომ მეთქი რა რაღაც ის ენრიკო მაშინებს ენრიკო გმირიეს თქვა გამიგეთ აი და ბავშვი და წარმოიდგინე ამ დროს ის სულელე იყო იქ რაც ხდებოდა მაგრამ ბავშვი სხვანაირად არის ფორმს ამას ხო ის ჩემთან ერთად და ჩვენთან ერთად ისე და უყურებდა და მე ცოტა იუმორში რო გავატარეთ ამას ხო ბავშვი უყურებს პლატფორმე არაფერი ისეთი სერიოზული არ არის როცა ესეთ ფილმებს უყურებს ადამიანები, იქ მოზარდი დიდი უნდა ესწრებოდეს ამას, რომ გააბათილოს, გაანეიტრალოს. ხო, რომ ნამეტანი არ შევარდეს ეკრანში და არ იმოქმედოს, აი დისტანცია საჭირო ხო და ბავშვი ეს არ იცის. და ასეთ საშინელებათა ფილმებს ბავშვს ნუ გაუშვებ ბავშვებთან ერთად. იმიტომ რომ ეს ძალიან გრძნობიარე ეთყობა თქვენი ვაჟიშვილი. ხო, ბევრი კი არ არის ასეთი ერთეულები არიან და ზოგი ისეთია რა ხესავით უყურებს და ეს განიცდის სამყარო აქვს პატარა ახლა ესეთი ის ასაკი ნელ-ნელა მოდის 11-12 წლები და უკვე ბუნებასთან დადგება თვითონ და გამძაფრდება ეს ყველაფერი. ფობია კიდე ეს ცოდვიდან იღებს სათავეს. შიში მეორე გაიცნეთ ადამიანდება შეშინდნენ და დაიმალნენ. ნახეთ, ცოდვის შედეგი შიშიც არის. ფობია ყველანაირი არ არსებობს სოფლიოში მამაკაცი რაიმეც არ ეშინოდეს ან ადამიანი ესეთ რამე არ არსებობს მაშინ იტყვება ბიბლია უბრალოდ რისაც მე მეშინია თქვენ არ გეშინიათ იმისი თქვენ რისაც გეშინიათ მე იმისი არ მეშინია მაგრამ სოფლიოში არ არის თუნდაც ყველაზე მამაცი აი ვინც კიდათ იყოს როშიში არ კონდეს იმიტომ რომ ცოდვის შედეგი ეს ახლა ამას ბევრი ვერ გაიგებს ჩემო კარგებო ხოლმე გიორგი მეფე გახსოვთ ხშირად ეს ლიტერატურული პერსონაჟი ამ საუბრის კონტექსტში ჩამისვია ეს ლიტერატურის დილოსტადის მარჯვენიდან პიპასთან საუბარში გახსოვთ რა სახის ბასილს ვებრძოდი და მეშინოდა ხვიარის ფესვებისაო ის ასოცირება გველთან ხდებოდა და მართლაც ფესვებს როცა დიდ ფესვებს წავაწყდებით და როჭრიან ხე აი მართლა ისე რომ თვითონ გველი გეგონება რა ისე რომ შეხტები და არ არსებობს კიდე ადამიანი ამის რაღაც უსიამოვნებას ეს გველი არ იწვევს ვიცოდეთ თვალყური მივადევნოთ და ჩვეულებრივი სამყარო აქვს თქვენ დაელაპარაკეთ იმ ფილმებს მოარიდეთ მაინც ესეთი გრძნობიერებას ესე სტიქიურად ნომისცემთ საშუალებას ფილმებთან დაждდეს ან მობილურთან და შევარჩიოთ ეს ვისთანაც მიდის გავყვეთ ამ ეტაპზე გადაივლის ეგ გადაივლის ყველა ვარიანტში გადაივლის ეს ფსიქიატრია სიტყვის ბავშვს კითხვებს დაუსვამს ხო და ახლა მასში არის ეს ჩაბუტები მე სიბნელის მაგას კი არა დიდებსაც ეშინია ასე რომ ჩაულებრივი ამბავია და შეუწყოთ ხელი იყოს შუქიანთებული არ არის პრობლემა ამ პატარა ნაჩნიკი ეს ამის ნატურად დაუდოთ ხო დავარიგოთ აუხსნათ ხო ეს შიში საიდან არის როგორ არის უთხარით რომ მეც მეშინია გამიგეთ როცა თქვენ მახსოვს ერთხელ ლიფტში გავიყრეთ ჩვენი თელი ისენი და ბავშვებს ეშინოდა ჩემს და მეც მეშინია მე უთხარი და იცით როგორ იმოქმედა ამან მეც რო თქვი მეშინია იმას თვითონ გადაუარა ხდებით მეც მეშინია რა უთხარი აი მეც მეშინია მე ჩაკეტილი ვარ რა ვქნებთ მეთქი და აი გადავატანეთ ეს და გააღეს მე მოვიდანეთ ხო გაჩნიათ ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ გამიგე ადამიანთან ჩვენც ვაჩვენებთ რომ ჩვენ არა ვართ ესეთი განსხვავებული ჩვენც ადამიანი ვართ შიშებით საკვაკ ღამისაც გვეშინია აი უთხარით აბა დაელაპარაკე თქვენ იყავით დედა იყოს შვილის ფსიქოლოგი იმიტომ რომ ყველაზე კარგად დედამიწის შვილი მუცელში 9 თვე ატარეთ ყველა აი ფსიქოლოგმა რა იცის თქვენ შვილი რა არის რა ახარებს რა თქვენ ახათ მისი ფსიქოლოგი თქვენ სხვას არ ანდობთ თქვენი შვილი ეს იმ შემთხვევაში ღმერთმა დაიფაროს როცა რაღაცა საოპერაციო მაშინ ექიმი გჭირდება ჩვენ მაგრამ
ფსიქოლოგმა რა უნდა იცოდეს თქვენი ბავშვის ფსიქიკაზე, არ გადამრიოთ. რა ჭირს? არაფერი არ ჭირს ბავშვს. მოქმედებს მშობლის განწყობა შვილზე რო იცოდეთ. მაგის შიში ნუ გაქვთ და დაელაპარაკეთ თქვენ შვილს. გამოყავით დრო 20 წუთი, 30 წუთი და გააგებინეთ თქვენც ადამიანი ხართ და თქვენც ბევრი შეჭირებები გაქვთ. რომ მოგისმენთ ეგა, გამიგეთ? მე რითქოს, ესე იგი საერთო ადამიანური ის ყოფილა ესა და გადატანაც მოხდება მაგისი. ესე იგი გავაკონტროლებთ შიში, ახლა შიშს ვერ მოიშორებს ვერავინ, არ თქვათ ეგა. უბრალოდ ზოგი ვერ აკონტროლებს ამას. ფობია, ყველანაირი ფობია არსებობს. შედით ინტერნეტში რამდენიერი ფობია ბერძნული სიტყვაა ეს. ყველაფრის ფობიაა რო იცოდეთ, გაგიჟდებით რა. 1000-ნაირი. ხო. ეს სათავეს იღებს ბიბლია რო ვიცი, ნახეთ საიდან და რო არ ცოდნა ბიბლია, მე დავიწყებ ამის კურნალ აფლერ გამოვა. ნახეთ სად არის რა ცოდის არსი, როცა იცნება დაბადების წიგნის მესამე თავი. აი მან გელაპარაკებით სიტყვით გასარჩევია ყველა სიტყვა და ყველა ისა რა მაგ თავში. მანდიდან აი მაგას რო კარგად გავიაზრებთ, მე ცხოვრება მიდის, აი ცოდვა რა არის, ცოდვის ისტორია. და ჩვენ ამას ვაკონტროლებთ. და რა მოხდა, გაწყდა კავშირი ღმერთთან და თვითონ ადამიანი როგორ შეშინდნენ. აღარაფერი მათი აღარ არის, შერჩათ სხეული და ისე ჩიშველი. და დაიმალნენ. უცნაურია, ხო? ჯერ პირველი რო წაერთვათ ყველაფერი. აღმოჩნდა ყველაფერი მზამზარეული ქონდათ ედემის ბაღში. ეს რაც იყო, ნარგავე ყველაფერი აბსოლუტურად ჩაწერე. და როცა ეს გაწყდა ღმერთთან კავშირი, ირგვლივ ყველაფერი უკვე მაგათი აღარაფერი აღარ არის და სხეულიც კი შერჩათ შიშველი. და რო დაუძახა ადამიანსა დაიმალნენ ესენი. არ მოიდგენეთ ხო და გადაბრალება წავიდა მე. აი რა მოიტანა ცოდვამ ჩემო კარგებო და ბევრმა კი არის ეს ბოროტება რაღაცა ტერმინების ცვლილებებია თორე ისე თავარი ფუნდამენტური კატეგორია ბიბლიაში არის ცოდვა. აცდენა, ცოდვა და მერე ცოდვილი ბუნება ეს გამოვლენება ხდება ხო და არა ის რომ მეცი პატიოსანი ვარ, მე ესა ვარ, მე ისა ვარ, აი ფარსეველი რო იქებს თავს, ესე ჩამოთვალა რა ესეთი კაი ტიპი ვარ. ცოდვილი ბუნება აქვს მაგას. ცოდვილი ბუნებას როგორ მოუვლის? ხო და ამ ცოდვილი ბუნების გულისთვის გაეკრა ჯვარზე იესო ქრისტე და არა ცოდვილი ბუნება, რასაც გამოავლენს კონკრეტული თქვა არ იმრუშო არ მუშობს ძალიან ბევრი, არც იპარავს, არც ქურდობს, არ ჭორობს, არაფერი. ესე იგი მას რა ცოდვილი ბუნება რა აქვს? რა ძალიან ბევრი არ მუშობს. ხო არ იპარ თქვენ იპარავთ რამე მაღაზიაში არ იპარავთ, მუშობთ, არ მუშობთ. ხო, ეტყვევებით ხალხ მართლა ტყვევთ, არ ატყვევთ. რა გამოდის რომ თქვენ არ ახართ ცოდვილი? ვინ გითხრათ ეგა? გამოვლენებებს რო ვერზეთ, ეგ არასწორი არის. გამოვლენებებისთვის კი არ გაეკრა იესო ჯვარზე. იგი გაეკრა აცდენა და ამის შედეგად მოხდა სასწაული. ღმერთის სიტყვა ძლიერია და გითხრა ეს გავაკეთე, დაიჯერეთ და ამ სიტყვით ჩვენ აღდგენილი გვაქვს კავშირი ღმერთთან. ჩვენ დამოუკიდებლობამ დავუპა. მართლა რო გაწყდა კავშირი მართლა დამოუკიდებელი იყო. დამოუკიდებული აღარ იყო. ედემის ბაღში ცოდვის შემოსვლამდე ადამი და ევა იყო დამოკიდებული. ნახეთ რა კაი რამეა დამოკიდებულება? აი ნახეთ თქვენი ვაჟიშვილი თქვენზეა დამოკიდებული. როგორ ხარიათ ხო რადგება გამოგეკიდათ. თქვენზე უცებთ განცდაში რომ შევიდეს რომ თქვენ არ ახართ გაგიჟდეთ ეგა. თქვენზეა იგი დამოკიდებული. ხედავთ რა კარგი რაღაცა ეს დამოკიდებულება და ამას ეს ცუდი კი არ არის. ჩვენ ცუდად გვესმის ეგა. ადამი და ევა იყო დამოკიდებული ღმერთზე. გაწყდა კავშირი და უკვე თვითონ არის უკვე ის ღმერთთან კავშირი აღარ არის. დამოუკიდებელია. ხედავთ დამოუკიდებელი გახდა და დამოუკიდებელი ადამი და ევა არც ღმერთია, არც არაფერი, სულ ყველაფერი დაკარგეს, სხეული შიშველია, გაღატაკებულები არიან და უკვე სატანის იარაღია. ხედავთ? სატანაზე კი აღარ არიან დამოუკიდებული 100% და ის თავის ჭკუაზე კი არ ატარებს. დამოუკიდებელი არიან და დამოუკიდებელი ღმერთს გაწყვეტილი უკვე სატანის დამქაშები არიან. სულს ვერ ეკარება ის. თორედ ავიღუპებოდით ხო? და გამოსყიდვა სწორედ ამას შეეხო ცოდვილი ბუნება ღმერთმა აიღო თვითონ და სიტყვა უნდა დავიჯეროთ. იმიტომ რომ არაფლისაგან სიტყვით შექმნა ღმერთმა სამყარო. ხო, ასევე დაბადება სიტყვით უნდა დავიჯეროთ, რომ ქრისტეში ადამიანი ახალია, იბადება. მე ეს მჯერა. როგორ და რანაირად მე არ ვიცი და როცა მჯერა და მწამს, ჩემი აზროვნებაც უკვე ფორმდება იმ სიტყვაზე, ღმერთი რო ატყდა. ხო ზღაპარივით აჭერს. ახლა აბარ წმენა რა არის? წმენა ის არის თქვენ ყუდლები რო დადიანმა და
ეგ რწმენა არ არის. ეგ სხვა რამე არის, ეგ სხვა რწმენა არის. ეგ რაღაცა სამშობლო არის. რაღაცა ერთმანეთს ეჩხუბებიან. იქ ყურაშვილი დგას კიდე თედორე ქვია თუ რა ქვია, დოროთე ყურაშვილი აქციაზე. მაგას რატო არ იჭერენ? ვახუშტიანე დააკავეს 6 დღით. ამას რატო არ აკავებენ? მაინტერესებს. იმიტომ ფორმით არის, წვერებით არის, ლიბერალი მღვდელია, ფორმულაზე ზის და იქ ლაპარაკობს. არ ეს სიტყვა არ თქვია ქრისტეზე, ბიბლიაზე, ხო? ხედავთ რომ მღვდელი ეხლა გინა პატიოსანი იყოს, გინა უპატიოსნო, ეს მღვდელის სტატუსი, ეს მკრეხელობა არის. არქიმანდრიტი რაღაც შემოღობილი აქვს ბერებთან და ლიდერობს ეგა და რაღაცა ისეთი ეკლესიის იმაში არის რაღაც ბერების რაღაცა უფროსი, ხო? რადგანაც ეგა მე ვერ გავიგე. კაცი ტელევიზიაში ზის და არაფერი არ იცის ბიბლიაზე, წარმოიდგინეთ რა. აქ-აიქ გადაიკითხავენ და ისვრიან ფრაზებს, ნათელაშვილს უყვარს. ბიბლიაში წერია მოგლიჯავს კონტექსტს და რაღაცა სიტყვის არც იცის, სად, როგორ, რა ვითარებაში, აფელი არ იცის. რო დაუშვა კითხვა. 1-2-3 დღეს უკან იყო იქ რაღაცა ფრაზა ითქვა, ბაბილონიდან გაიქეცეთ, ბიბლიაში წერია გაიქეცეთ და მიატყოვეთ გამიგე. რაშვაში არის ეგ საქართველოსთან მიმართებაში და საწერია მე. აი საწერია. საწერია არ ვიცი, მითხარი. არის ნათელაშვილმა საწერია. ვინ იძახის ამას, ხო? უცნაური ესეთ რაღაცებს რო უსმენ ხომ იცი, ცოტა მაღაზიანებს ხომ ესეთ კაი, უნდა წამოარტყა. ეს რასაც ჩვენებს იცი რომ ყველაფერი წაკითხული აქ. ამ დროს თავში არაფერი არ მოყარია. წაკითხული ყველაფერი შეიძლება მე თუთიყუს წაკითხოთ ყველაფერი და შეიტანოთ. აზრნებ. ხო და აი თქვა რა, ბიბლიაში წერია, ზოგადად ბიბლიაზე. ბიბლია არის 1189 თავი. ხო, საწერია. მითხარი. რომელი მუხლია? 31102 მუხლი არის. რომელი მუხლი, რომელი თავია და მასზე წერია, როგორც შენი ძახი? საქართველოსთან მიმართებაში? იცი ბაბილონს რა დატვირთ აქ ბიბლიაში და პირველად როდის იხსენიება? აი ნათელაშვილმა ეს იცის? სად იხსენიება მეორედ, სად იხსენიება მესამედ? რასთან არის გაიგოვებული? რა არის ეს ბაბილონი? რას ნიშნავს სიტყვასიტყვით? არავინ არაფერი არ იცის რა. აი ესეთი რაღაცა ინფორმაციული რაღაცა ზერელე მოსაჩვენებელი ცოდნას არაფერი არ მოგაგ საქართველოს გარდა იმისა რომ აი მე ვარ შემოხედეთ მე ვარ თვითმნიშნელოვანი მე ვარ ცენტრი ხო და ეგ გაკეთდა ეგ ღმერთს რომ მოშორდა ადამი და ევა უკვე თავის დამკვიდრება დაიწყეს თვითმნიშნელობას ანიჭებენ საკუთარ თავს და უკვე მეორე ადამიანი მისთვის მეტოქი არის ეს ახლა თუ არ გავიაზრეთ არაფერი არ გაქვს ეს შიში საერთოდ არის ემოციებს, იყო ემოციაა ეს. ხო, უბრალოდ გაკონტროლება არ შეუძლია ბავშვს. ხო, იმიტომ რომ ძლავრობს ემოცია და ჩვენ რო გვეშინია ვაკონტროლებთ ამას. აი გაკონტროლებთ და ხელში ყავს აყვანი თორე როგორ არა გაქვთ თქვენ შიში. ხო, უბრალოდ ტვინი არ გებნევათ და გული არ მიგდით. ზოგ-ზოგიერთები რო ვერ აკონტროლებთ, მას გული წაუვათ, ან რაღაცა ისტერიკებში ვარდებიან. ასლაბარგო უამრავ ადამიანს სტომატოლოგის კართან დგას ადამიანი შიშები აქვს ხო იცის რომ იქ არ მოკვდება იქ რაღაც 99 და 999 რაღაცა ცოცხალი გამოხვალ იქიდან მაგრამ რისეშინიათ ემოციაი წოდელები აი ტკივილის რაღაც არის აი წარმოსახვა როგორ არის განმარტებული შიში განმარტებით ლექსიკონში იცით როგორ არის განმარტებული რას ნიშნავს როგორ განიმარტება ხო არის სიტყვა ყველა ენაში არის განმარტებითი ლექსიკონი ქართულშიც არის განმარტებითი ქართული ენის განმარტებული ლექსიკონი 8 ტომი. აი ეგ შიში როგორ არის განმარტებული? რუსულ ენაში დალის ლექსიკონში არის განმარტებული страх. Что такое страх? არის განმარტებული, იცით რა ყოხდა და ლამაზად ხო ისე უცნაურია. ყოველთვის მაფიქრებდა რა ესეთი რაღაცები ჩვენ ბავშვობაც ხომ მანდედან მოდის. მანდედან მოდის ეს დაბადებიდან ჩვენს ბევრ რაღაცებს გვეშინო და რაღაცა ელემენტარულად გვაბარაზებდა და არეული გვაქვს ყველაფერი ეს ყველაფერი და თუ ამაში ჩავჩით ჩვენ აი ეს უკვე ფობიათ იქცევა და ამის მკურნალობა არ არსებობს და ანტიდეპრესანტებით ხდება და ეს უკვე ნარკოტიკები არის ხო აი უფრო ჯობია ლოგოთერაპიით სიტყვებით საუბრებით გამხნევებებით მთელი რიგი რაღაც ფიზიოლოგიაა ჩვენი ესეთი უცნაური ცოდვილი ბუნება ესეა და შიშები გვაქვს. ვაქვში შემოდის ეს შიშები. მასეთ მდგომარეობაში ადამიანი რო დატოვოთ იცი თვითონ ვერ ურის ამას. ამიტომ კითხვები დაუსი ალაპარაკი. აი სიბნელე რა არის, შუქისა რა არის, ვინ შექმნა ერთი, ვინ შექმნა მეორე. ხო, მე ამას მივხვდება ჩაეძინება, არა პრობლემა შეეჩვევა ამას. რო გაიზრდება, მე პირიქით სინათლე შეაწუხებს და
ჩააქროს. ეხლა ყველა ბავშვს ეშინია სიბნელის რო იცოდეთ. სანამ დაიძინებს, ვერ გავუკვირდი ეს რა მდგომარეობაა, რა არის სიბნელე. მეც მქონია ბავშვობაში მსგავსი სიტუაცია და კარგად მახსოვს აი ეგ მომენტი ფილმებს რო უყურებდით და იყო რაღაც საშინელები ისინი ხო სიუჟეტები და პერსონაჟები და მეც მქონია ეგეთი ზუსტად იგივე და რო ჩავდიოდი სახლიდან დაბლა ღამე მე შინოდა მარტო ყოფნის ღამე ვერ გავდიოდი და რატომ ეშინოდა ესე იგი ღამე ადამიანი ხო ვერ ხედავს არის სიბნელე ვერ ხედავ და წარმოსახა მქონდა რომ ის რაღაცა ცოტა ესეთი საშინელი რაღაცა პიონება არსება რომელიც ფილმში ნახე იყო შეიძლება იქ გარშემო რომელიც ესე იგი მე ვერ ვხედავ ვერ ვაკონტროლებ და არსებობს მისგან საფრთხე რომ მე ასე ვთქვათ ჩემს სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე ან დასრულოს ან ტკივილი მომაყენოს და აი ამ განცდებით ვიყავი შეშინებული და ვეძებდი სინათლეს ან ვიღაც მარტო რო ყოფილიყავ ვიღაც ისეთ თუნდაც ძმას დედას და მქონდა ახლობთ მე ერთი წელი თუ რაღაც ორი წელი მე შინდა ხოლმე და მე უფრო ესეთ რაღაც განაცოდნით იმით ავიმაღლე ცოტა და მე გამიარა თორე მანამდე ზუსტად იგივე სინდრომი მქონდა მეც არ არსებობს ადამიანი არ ქონდეს გავლილი, ზოგი აკვირდება, ზოგი არ აკვირდება. ადამიანი იებს სათავეს კითხავთ ბიბლიიდან. ჩვენც ბავშვობიდან მოდივართ ეგზუპერის არ იყოს და ჩვენც რაღაცები გვაშინებს, ზოგს აღლის ეშინია, ზოგს კატის, ზოგს ისე თუ უადგილო შიში აქვს და საგან წარმოდგენების ეშინია, ზოგს რაღაცა საგანი აშინებს, ზოგს მოვლენა აშინებს და რომც არაფერი არ გაშინოდეს, წარმოდგენაც გაშინებს, აზრები მოდის ცოდე. თქვა ავად ხართ, ხო? ავადმყოფობა არ არის ისეთი საშიში, მაგრამ აზრები უსწრებს ამას და გადაიქცევეს და გადაიქცევა აი ძალიან ისეთი რაღაცაებია რა, აი სენეკეს ერთ-ერთი აფორიზმი ხშირად მომიხმია მე, რომ ჩვენ გვაშინებს არა საგანი, არამედ წარმოდგენა საგანზე. და მართლაც ტკივილი შეიძლება ისე არ გვაწუხებდეს, როგორც აზრი გააძლიერებს ტკივილს კიდე. ადამიანი ხო რთული ორგანიზმი. ერთ-ერთ ძალიან ბრწყინვალე მედიკოსმა ძალიან ძლიერმა რა დასავლეთის ამერიკელი არის თუ არ ვცდები აი როგორც იტყვიან აი ეს არის კაშკაშა ექიმი ერთ-ერთ საუბარში ერთ პიროვნებასეუნება ჩვენ ეცი აი არაფერი არ ვიცით ადამიანს ძალიან ცოტა ვიცით რა აი ეს არის სწორი შეხედულება ადამიანს ეს გაბლაშტული ექიმი კი არის ადამიანის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით თუ შენი შექმნილი ხო არ არის ადამიანი ხო ვინ შექმნა ადამიანს ადამიანს არ შეუქმნია ადამიანი, არც მატერიას შეუქმნია. ამას უნდა ყავდეს გონიერი არსება და ამ გონიერი არსების შესახებ ადამიანები ცოტა გულგრილობას იჩენენ, ან არ უჯერებენ, ან არ უნდათ. ხო, მათ გონიათ იგი დამალულია, არა კაცო იგი იმყოფება შეუბრალოდ ვერ გამოვლინდება თავისი სიდიადით, ვერ გაუძლებდა ტყავი გაგზრებათ, სანამ გარკვეულ ცოდვილ მდგომარეობაში მივყოფებით. ერთ დღეს ყველას მოუწევს მასთან შეხვედრა. ყველა წარსული ადამიანები შეხვდებიან მაგას, ხო, რამდენი წავიდა ადამიანიდან მოყოლებული. ხო, რამდენმა ეპოქებმა გაიარა, რამდენი ეპოქი ცივილიზაცია იყო ჩვენ არ ცხოვრობდით. ხო, რა ძლიერი იმპერიები, ასურეთი, ბაბილონი, სპარსეთი, ათენი, რა ვიცი, რომელი ჩამოთვალოთ ეგვიპტე, ბაბილონის ამ სამეფოები, რა იცით რა ცივილიზაციები იყო. არაფერი აღარ არის. ენები რამდენი იყო და ამწერლობა როგორი იყო ლურსმული. ეს სად იყო, როდის ჩვენ არ ვიყავით. ჩვენ ახლა ვართ აი ამ საუკუნეში და გონია რომ არ ყველაფერი ეს არის ჰაუ მიღწევებია და პიკია რა. ვინ გითხრათ ეგა? ასე იგონათ საბჭოთა კავშირში მაგალითად როცა იდეოლოგებმა კომუნისტურმა იდეოლოგიამ კომუნიზმი და დასახა მიზნად და ადამიანები იდენტიფიცირებას ახდენდნენ ამ იდეოლოგიასთან და ელოდებოდნენ გაწყინებას, ყველა კარგად იქნებოდა. აი 5 წუთი ცოტა დარჩა. აჰა და აი ხა შევალთ კომუნიზმში. ამ დრო ჩამოინგარა ყველაფერი და მაღაზიდან ყველაფერი გაქრა. დაბლელდა ყველაფერი რა. აღარ იცოდა არავინ რა ხდება ეს როგორ ერთ-ერთ პასტორს მე მგონი რუსეთში იყო. მაშინ სთხოვეს რუსულმა ტელევიზიამ რომ ასეთ ვითარება რომ შეიქმნა 91 წელია რუსეთში. ყველგან ერთი და იგივე მდგომარეობა არის და ხალხი დაბნეულია. იქნებ რამე მიმართოთო რა ადამიანებსო ტელევიზიიდან და მაგან მოძებნა შესაბამისი თავი
ბიბლიიდან და ეს თავი არის მეორე პარალიპომენონის მეშვიდე თავის თვალსწრები მე-15 მუხლი. აი ეს მოამზადა მაგანდა რომ დაილაპარაკა ის ტელევიზიაში გარგაუშვეს. ცნაურია ესე რა. აბა ახლა წავიკითხოთ მეორე პარალიპომენონის მეშვიდე თავის მე-15 მუხლი. ნახეთ რა კაი რამე წერია და რა აქტუალურია. აბა ნახეთ რა კარგი არის მეორე ნეშტთა, ქართულად ნეშტთა, ბერძნულად პარალიპომენონი. ჩავიკითხოთ, აბა თავი ამა წავიკითხოთ. რა კარგი ადგილებია. ამით უფალი გამოეცხადა სოლომონს და უთხრა: შევისმინე შენი ლოცვა და ავირჩიე ეს ადგილი სხვერპლის შესაწირ სახლად. თუ დავახშობ ცას, რომ აღარ იწვიმოს, ან კალიას უბრძანებ ქვეყნის გადაჭმას, ან შავჭირს მოულენ ჩემ ხალხს, ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქეთს მოიდრექს, ილოცებს, ჩემს სახეს მოძებნის და შემოbrunდება თავისი ბოროტი გზიდან, მაშინ მოусმენ ზეციდან, ცოდვას მიუტევებ, გამკურნავ მათ მიწას. აი ეს მუხლები. ნახეთ? აი ეს როგორ აქტუალურია დღეს ჩვენთვის რა, საქართველოსთვის რა. ნახეთ, ჩაწერილია ყველაფერი კარგი, და ყურადღებას არავინ არ აქცევს, იცით? არავინ არ აქცევს ყურადღებას. ნახეთ რა სიტყვებია გაიმეორეთ რა, თუ გინდა თქვენ თვითონ წაიკითხეთ. ხო, აი ესეთ ჟამთა ვითარებაში, რომელიც უკვე კოლაფს მოყვა და მოდის ადამიანთან ტიპი და აი ეს აი აქედან არჩე, გაგარკვეული ქადაგება, ხო? არ გაუშვეს ტელევიზიით. დალოცილო რა, ვინახართ რა ქვეყანაა ეს საქართველოს მაგიჟებს რა. ბეჭო, ეს რო ჩაიწერა, მიაქციეთ რა ყურადღება, რას იძახის ღმერთი. ეს ხო ღმერთი იძახის ამას. ხო? აი წაიკითხეთ ბოლო ისე აი გოჩაბატონო აი ბოლო ორი მუხლი, რო სადაც გაჩერდი, ისე ზემოთადე. თუ დავახშობ ცას, რომ აღარ იწვიმოს, ან კალიას უბრძანებ ქვეყნის გადაჭმას, ან შავჭირს მოულენ ჩემ ხალხს და ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრექს, ილოცებს, ჩემ სახეს მოძებნის და შემოbrunდება თავისი ბოროტი გზიდან, მაშინ მოусმენ ზეციდან, ცოდვას მიუტევ და გამკურნავ მათ მიწას, თვალი გახელილი მექნება და ყურადღებით მოусვენ ამ ადგილზე აღვლენილ ლოცვას. ეს რო თარგმნო თანამედროვე ქართულით ესეთია. ისეთ პირობებში, როცა უკვე ქვეყანას აქვს ჭირი, ნახეთ, მოვლენილი არის ჭირი, მთელი რიგი კოლაფსი მოხდა რაღაცა და აი იმიტომ რომ ადამიანმა მიაპყროს ღმერთის თვალი, გული და როგორც კი მაგას მოუხმობს, ნახეთ, ეს შეჩერდება. საქართველოს ამას აკეთებს, რო გააცეთ ეს ხარახურა მღვდლებით ქართველი რაღაცა ტერიტორია და არიან ეს ფოფოდიან მღვდლები დადიან და ერთმანეთშიც ჩხუბია და ვერინაწილებენ ვერავის, იქით დოროთე არის დაპირისპირებული, დოროთე დარგა ახლა რუსთაველის პროსპერს და ეს კაცი საერთოდ ქრისტიანობა გაგებაში არ არის. მან რო ქრისტიანობა იცოდეს, შერწყება გაიხდის ამ კაბას, გაიკრიჭავს იმას და რაშვაში ერწმენა ქონდეს. რა თუნდა ამას არქიმანდრიტი. სად არის ახლა არქიმანდრიტი იმაში, ახალ აღთქმაში არქიმანდრიტები სად არიან? პავლე არქიმანდრიტი იყო? სად არის ეს ბერობა, სად არის ეს ღობერო შემოავლე ამას და ეს რაღაცა ღობე შემოგოღობილი, შენ ხარ ამის რაღაცა შეყრილი ადამიანების უფროსი. აი ეს სირცხული არ არის ხალხს და რა პატივით ექცეოდნენ, იცი? რუსთავიორს ეს ზურაბიანი რო არის კიდე რა, ის გოგონა. აი ისეთი პატივით უყურებს დოროთე რაღაცა ყურაშვის რო აი ამათ მხარეზე დადგა იცი და აი ესეც ანტირუსულში მიზის ახლა რა. ამ დროს მთელი საპატრიარქო ეს რუსეთის მეხუთე კოლონა არის. კარგით ახლა ნამეტანია უკვე რა, ნამეტანია ხალხნესა. კრეხელობთ, ერი მკრეხელობს ხალხნო და არ გამოგელევათ ჭირი არა, მანდ ეგწერია. ხო, ტრაბახობთ ყველაფრით და არასოდეს არ იკვეხნეთ იმით რომ ღმერთს იცნობთ. ეს იცით საწერია. ჩვენ მერჯერ მოვიყვანეთ ეს ადგილი. აბა ესეც წავიკითხოთ, გავახსენოთ ხალხს, ხოჩავატონო. იერემიას მე-9 თავის 23 მუხლი. ასე ამბობს უფალი: ნუ დაიქადებს ბრძენი თავისი სიბრძნით, ძლიერი თავისი ძალით და მდიდარი თავისი სიმდიდრით. ეს ინტერესი უნდა გქონდეს ყველას, როცა სიტყვა შემოდის, არ უნდა თქვათ თუ მნიშვნელობა არ გესმით. და როცა გაიაზრებთ ამას უკვე საკუთარ სამყაროში თქვენ სიტყვებს დამყარებული მნიშვნელობა აქვს და აღარ დაუწყებთ ზებნას, უკვე იცით რა, როგორ გამოიყენოთ სიტყვა მოვლენისა და საგნის აღსაწერად. უნდა გაიმდიდროთ სიტყვები. აბა რა მშობლიური ენები თქვენ გონიათ ქართველებმა, ქართველი რო ხართ, ქართული ენა იცით? ვოკაბულარი
მარაგი ქართული ენისა იცით რამდენს ცოტა აქვს და ვემიტომ ვერ ლაპარაკობენ და მე ემოციით იგინებიან, ილანძღებიან. აღარ ყოფნით სიტყვები. სინონიმები არ იციან, ომონიმები არ იციან, იდიომები არ იციან, მეტაფორები არ იციან. და ეს არ ეხლა მარტო ქართველი ხარ, ეგრე კი არა, სისხლით ქართველი ვარ იტყვა. სისხლით არა, იმით ხარ კიდე ქართველი რა. რო კითხვა განათლებულია ერი. რაღაცა ბროშურებს წაიკითხავენ და ყველა ერთმანეთს ეჯიბება. ორი წიგნი არა გაქვს წაიკითხული, რა წაიკითხული, ადამიანს არაფერი არ ხდება. მაგრამ ვერცერთი აკადემიკოსი ვერ შეეჯიბრებოდა მაგას. აბრაამს ჰქონდა რამე წიგნები წაიკითხული, ჩვენ რა გვაქვს? რაღაცა იტყვით ხოლმე რა, რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს. ერთი არის აგერ ბიბლია, აი ეს რო იცოდეს კაცმა თელი ცხოვრება, საერთოდ აღარ გიდათ არაფრის საკითხვა. ჩამოაყალიბებს თქვენ გონებას, აზროვნებას და იმ დაკარგული აზროვნება, რომელიც გაგვტარია და ინფორმაციით არის სავსე. ან ერთი ინფორმაცია შედის, მერე მეორე შემოდის, ის გავარდება, მესამე შემოდის და დავდივართ მუარული ინფორმატორები. აზროვნება ნოლია. იმიტომ არის წინ დაუკარვატარებენ ამ ჯოკს რა, ვიღაცის სულელი დაგიძახებს, გავარდები. ახლა მეორე სულელი მოვა, ახლა იმას აგარჩევინებს. ან ეს არის რა ტრაგიკულია ხო ეს? ხო, ეს ადგილები დაიმახსოვრეთ, რაც გითხარით რა, იერემიასთანაც. ასევე ნეშთა წიგნი რო არის და მამა ახლა მეფეთა წიგნებში ეს მესამე მეფეთაში არის, მერვე თავი არის ლოცვა სოლომონისა და ეს კიდე ნეშთა წიგნი არის პარალიპომენი არის, რაც გამოტოვებულია, რაც გამოტოვებული უпростоროდ ის ადამიანური იმით არის დანახული მეფეთა წიგნები თვალით და ეს ღმერთის თვალით არის დანახული. და ერთმანეთს ავსებენ. ეს ხვარგონიათ ის მართლა არის დამატებები და გამოტოვებული შევავსეთ. ამიტომ ამან ბევრი ძირითადად იუდას შტოს აქვს და დათმობილი დრო სოლომონისა და დავითის ისტორია და პირველ იმაში საულის. ნეშთა წიგნი. ერთობ საინტერესო წიგნია რო იცოდეთ და პარალელებზე უნდა ერთად კითხულობდეთ როგორც მეფეთა წიგნებს, ასევე გადაფურცლოთ და მე ნეშთა წიგნით წავიკითხოთ. და კარგი ადგილები უნდა დავიმახსოვროთ და დავხაზოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენ გონებას სრულყოფს და აზროვნების ფორმირება ხდება საღვთო წელზე დაყრდნობით. თუ დააკვირდებით, ვინც ბიბლიას ხშირად კითხულობს, რომელიმე მეცნიერი იქნება თუ რომელიმე, ის ყველაზე მაგარი მეცნიერია. ხო, მე წამიკითხია, უпростоრად პიროვნებები გამცნობია მე ინტერნეტის მეშვეობით და წიგნების მეშვეობით, რომ ყველაზე კარგად ის აზროვნებდა თავის საგანში, ბიბლიასთან რო კარგად იყო. და ვინც ბიბლიას არ იცნობდა, ისე იყო მეცნიერი, იყო ხისტი, მშრალი და ათეისტი რა. ეს ძალიან ისეთი ის იყო, მოკლედ შეიძლება მისი გამოჭერა გაიგეთ, იმას ვერ გამოიჭერდი. ღვთისმიერია, ბიბლია იცის და ამავე დროს მაგარი მეცნიერია თავის დარგში, ფიზიკა იქნება თუ ქიმია თუ ბიოლოგია. ასე რომ ეს მაგარი რამე არის, რომ იცოდეთ. თქვენი აზროვნებისთვის ამ წიგნს ვარი არ უთხრათ. ეს ახთენს ფორმირებას, თქვენ გონიათ არა? აბა დააკვირდით, ხშირად წაიკითხეთ. წაიკითხეთ და იაზროვნეთ. აი დაფიქრდით. გაიაზრეთ. არ გადაახტეთ ერთი გვერდი და მეორე. ნათელაშვილივით აგერიგერ სადღაც ვიღაცა განაგონი არ მოიგონოთ. იმ კაცს რომ მეთქვა რომ საწერი ეგ მეთქვა, ეგ მეტყვა და პლუს დააბჩენდა და ახლა ეგრე რო იძახი ეგრე ხალხი ლენის ციტატებითაც თავის ციტატებს ლენინად ასახებდნენ საბჭოთა კავშირში. ბიბლიაში წერია ვითომ ხარ ჯერ ერთი საქართველოს მორწმუნეთა სივრცეში ბიბლია ავტორიტეტი არ არის. მან მღვდელია ავტორიტეტი და წმინდა მამები. ბიბლია არანაირად ავტორიტეტი არ არის საქართველოში რო იცოდეთ. და ნათელაშვილს რატომ მოყავს მე ვერ გავიგე რა. ხო ბიბლიაში წერია. აი მოსე მიდან გამოდიოდა ეგვიპტედან და რაღაცა ზღაპრები წაიკითხავენ. გამახვილო ყურადღება, შენი გონება შეცვალა. რო არ ეთყობა ნათელაშვილს რომ ბიბლიის კითხვით ამისი აზროვნება. ამას რომ ბიბლია კარგად სცოდნო და ანიცოდეს, ან წაიკითხოს ან რაღაცა, იცით რა კაი პოლიტიკოსი იქნება. ყოველ შემთხვევაში მისი ლოგიკა იქნება ძალიან ძლიერი. ეს არის რაღაცა იმ ჭორბიუროს ვარიანტში არის. და ამას ის ავიწყდება, რომ თუ ესე გააგრძელებს ბატონი შალვა ნათელაშვილი, ამას მე უწინასწარმეტყველებ ძალიან ცუდ დასასრულს. ამას ავიწყდება ვისთან აქვს საქმე, ეროზიის და გონი ეხლა რომ აი ესე ყოველთვის შერჩებეს ამ ბიძინას ლანძღვაგინება, მთლიანად ეს იმახსოვრებს ბიძინა ამას. ეს იცით როგორი კაცია? არასოდეს არ გაგიცინებს პირში. გაგიღიმებს, მაგრამ 2 წლის მერე შხამათა მოკატენს. თხილად იყავით მაკაცთან რო იცოდეთ. ეგეთი ფსიქოტიპი არის, რაცაც მე რო შემოვიდა რო აკვირდები და არაფერი მისი ინტერვიუ არ გამომტოვებია.
უსმენ მარტივს. მომისმენია. ისე შვებს არ უჯერებ. აი თვითონ მის ლაპარაკს უსმენ. ხო ილაპარაკა. ხო, სარო დაწყებული როდის 2012, 13, აი 20 და 20-30 ტელევიზია 9 რო გახსნა და იქ რო ინტერვიუ მისცა, იქ რო არჩილ გამზარდია დანიშნა. იქიდან მოყოლებული ამ კაცს ინტერვიუ რო მისცა იან ანთაძეს. უსმენ. მე იქ დაჯდა მე პოსტივისთან, აკუსთან. ეგრე ყველაფერი მახსოვს მე. რას იძახდა არიმაშვილზე. ეს ფანაირი ტიპია რა, არასოდეს ეს ტიპი, აი რო ხო არის მტիր დაგინებს, ეს შენ გაგიცინებს. არ დაგიწყებს არაფერს, გაგიღიმებს, გაგიცინებს და რომ არ ელოდები, აი 2 წლის მერე დაგატყდება თავზე. ასე რომ ნათელაშვილი ახლა იგენება და ლანძღავს და თათხავს და თხრის თავიდან ბოლომდე და რას არ უწოდებს თავის პოდკასტების თუ რაღაც ინტერნეტში. გონია თამას ბიზნეს არ გაუხსენებს. აი დაიმახსოვრით ჩვენს. ხო, ახლა ეს თავზე გაუვიდა და მიდის. არის ერთ იმაში ვითომ ვაშკაცობს, მაგარი ვაშკაცი არის. ამ დროს ამის ვაშკაცობა ვიცით რა იყო ამის, რომ დაიმალა სააკაშვილის დროს და გამოსოროდან ერთი ამ ხარ დაგიჭერე, ვისათუნ იხარო. გამწარებული რომ გავარდა სადღაც დაიმალა და რომელიღაც საელჩოში შევარდა საპირებდა. აი ეს ნათელაშვილი. ეხლა რამ გააგულათა ეხლა რა გონიათ ეს გულადია? არა გამორიცხულია. ის ყვერმილეროა უცხოეთში, გონიათ გულადია? იმას საქართველოს ჩამოსulis ეშინია არ დაიჭირონ და მეორე გავიგე რატო უნდა დაიჭირონ. აი რა საკეთებს ეგ არაფერს არ წარმოადგენს. მაგრამ იმდეს აგინებს ქოცებს, ბიძინას, ვერ გაიგებ ვისე, ყველას აგინებს. და ამ დროს კაცი ქოცებს აგინებს, ეს მთავრობა არ მოგწონს და ამ მთავრობას ვინც ეწინააღმდეგება, იმას რატო აგინებ მე ვერ გავიგე. იგივე ვახუსანაია ამ მთავრობის მოწინააღმდეგე დაჭერილი 6 დღე ციხეში და ეს კიდე ქუჩაში გადია ბომჟობს საფრანგეთში. მითხარით რომელი უფრო ვაშკაცია და მამაცი. ვახუსანაეთვეს დეგენერატი იქ რო საფრანგეთში ყიდარო ლაპარაკობს, დღეს კაცი. და აი ესეთი მხდალი ხალხის მე არაფერი არ მჯერა. თან მართლმადიდებელი რა გინდა საფრანგეთში. ქართველიც რა გინდა საფრანგეთში. რისთვის რა საკეთებ? არც მუშაობ, არაფერს არ აკეთებ. ერთობი ინტერნეტი ახლა წადდა ქუთაისში, იგი გაართა ქუთაისელები. რაღაცა პროვინციული ლაპარაკი, რაღაცა წესიერად ქართული სალიტერატურო ენას არაფლობს ეს კაცი რა. ამას რა უნდა მოусმინო რა, რაღაცა კუთხური ლექსიკონი სტალინელი და ზვიადისტი და ქართველობს და არის უსაქმური. ხოდა იქ კიდე ხალხი თავს იკალავენ იქა აქციაზე, იჭერენ 6-6, 5-5, ერთ-ერთი წელი და მითხარით ვინ უფრო მამაცი არის? ვინ უფრო არის ქვეყანისთვის? რამეს რო აკეთებს, თუ აკეთებს. და ამის დასაცინე ვინ არის ამ დამპალი კაცის ხო? შიშარა ესა. კადე და დამიმტკიცე რომ მაგარი ტიპი ხარ. აი თესა ეგრევე იქა მოტყდა იქიდან. რა და იქიდან იაგინებს ქოცებს და რა ვაშკაცობს რა ბიჭი რა. და თანაუგრძნობს აქციას დიდი ქართველთა გაერთიანება. რა იყო მე იქ 100 კაცი მიკენკილდა იქა. და ზვიადის აღორძინება უნდა ხო ამ სულელებს რა უნდა გამიკეთონ რო. აი რა უნდა გამიკეთოს დიდმა ქართულმა გაერთიანებამ. რა თოხებს გაალესავენ და ყანას გათოხნიან თუ რა უნდა გააკეთონ აგერა. ყანა მიატოვა ოყვერიმილემ თოხი და გავიდა ტყეში არის გაზამოკოტრიალებული იქ ვიღაცასთან და ერთობა. აი ესეთი ხალხი სანამ არის ქვეყანა არ გაიხარებს. თან ცინიკოსობს იქა და არის დებილი თავიდან ბოლომდე რა. აი მაინც გონება მაინც გამოეცვალოს. რა გინდა უკუდა უცხოეთში. ქართველს რა უნდა უცხოეთში. ქართველი უნდა იყოს საქართველოში. ცნობიერება ქართველით. ცნობიერება. ვინმე აი ხო გიღებს ის ხალხი. წადი რა იმ ქუთაისში ჩაუდექი იმაში პარტია შექმენი და რა გააკეთე რამე. რა ქუჩიდან ახარ იქიდან პარიზის რაღაცა ტყიდან ამხნევებ იმას ჭაბუკაშვილს და გიორხელიძეს საკაი ბერახშუა ხალხს. აი ესეთი არის ქართველი რა. არაფლის მაქნისი და ის დაცინა იმას. ხო დაიჭირეს. ღარიბაშვილს დაძდებენ. ღარიბაშვილს დაძდებენ. ინტერნეტში ადგება ჩაიხედავს რაღაცებს და ზღაპრებს უყვება ქუთაისში დარჩენილ რაღაცა ბოთე ხალხს. ან იქით მიმოფატულ ამისავით ბოთე ხალხს. ამ დებილს რა უნდა უსმინო. ქვეყანა წიგნებია გვედალოცვილო. ამ შტერს უსმეთ. სოფლიოში იმდენი წიგნებია მეტი რო არ შეიძლება დაჯიგეთ რა მე წაიკითხეთ რა. ამ დებილმა რა უნდა გითხრათ ხო? ინტერნეტიდან ინფორმაციას ხანდახან ჭორებს აღწელებს. ჭორი არ არის ის რომ კეზერაშვილი მაფინანსებს მეო, ნეტა მაფინანსებდეს ამ დამპასაც გაუზიარებდი ფულს.
კეზერაშვილი რატო დამაფინანსებს? საერთოდ კეზერაშვილი ჩემი აზროვნებას მიიღებს, როგორ ფიქრობთ, დაფიქრდით რა. ან ვინ მიიღებს ჩემ აზროვნებას? ამ დამპალმა არ მიიღო, რომ მოვიწვიეთ აქა, ხო? და ეუხერხულება ჩემთან ასოცირება ამ დეგენერატს ამას. და იქ კიდე ვითომ წაიჯერომა რა, რომ მაგას მეგობარი დაიჭირეს, ახლა მეგობარი. ხო, ერთი ვახოს კითხე, იმას უნდა ჩემი მეგობრობა? კითხე აბა, მე არ მაქვს პრობლემა. უშინელივით. მე არ მაქვს პრობლემა. ჩემთვის მე მთელი მეგობრად ვახოს. ის მთელი ის მე მეგობრად. ამ ყველემილესაც ჩავთვლი მეგობრად, ეგ პრობლემა. მე არაფერი არ გადაუჭრელი არაფერი. ეგ ჩამთვლის მე მეგობრად, ეს დამპალი? რა ტიპები არიან ისე ქართველები რა? და ახოსთან შედარებით ეს არა კაცი არის და იმას კიდე კაცები ბოლო კაცია შვილები ყავს ცოლი ყავს ამას კიდე აი დაბერდა კაცი შნუარა ანანიზმში დებილი ესა რა მიხედე კუტა საქმეს წადე იქა ქალებს ეგერ მონაზვნად ერეკებიან წადე ვინმე ქალი გააბედნიერე თოხი გალესე და პატარა ყანაში შენი პატრიოტული რაღაც გამოვლენებები იქ ჩაატარე ის პატრიოტული აი საფრანგეთის ტყიდან ქართველობა ეს ცოტა სასაცილო თაჟღერს თორე აგერ 40 წელს მიაღწია უკვე და 1-5 წელი და მე უკვე კელმაქსი დაიწყება და მოუჩვდა ეს ქვების როლას დაიწყებს მაგრამ ეს ახოს დარცენის ეს დებილი ესატო ის კაცურად მაინც მივიდა იქა და აი პროტესტის ახალგაზრდა დააჭერინა თავი 6 დღით რა კაცურად მაინც მოიქცა ეს ბოთე კიდე იმდენად ის არის ქვეშ გასწორილა ტიპი არის და დგას იქიდან და ვაშკაცობს რა ბიჭი სტალინი შემოხს ეწევა სტალინელი დებილი ესა გიორგი დღეს რა ვითარება იყო გადაკეტეს თუ ის გაინტერესებთ პროტესტი გადაკეტვისთვის დაიჭირეს ვინმე ერთი პიროვნება დაიჭირეს დღეს მაგრამ დღევანდელ ღამეზე ჯერ დაუჭერეთ იმიტომ რომ იცი როგორ იჭერენ იქვე კი არ აკავებენ ხო იქნებიან ეს გადაკეტვაზე და აკვირდებიან ამ პირბადე თუ აღმოგაჩნდება ამ კამერას თუ დაგაფიქსირებს მე სახში იჭერენ და მოინიშნავენ გვარებს და მე იჭერენ აჰა ესე იგი გიორგი გადაკეტვაზე იჭერენ თუ იქ რო არიან აქციაზე რო ვიყო მაგალითად არ გადავკეტე და ვარ ვის ეხება ეს დაჭერა ასე იგი გადაკეტვაზე არის როგორ იცი თუ ცოტა ხალხია და გადაკეტავ განძრახ ასე იგი შენი რაოდენობა არ უზრუნველყოფს იმას რომ გზა გადაიკეტოს აი ამ შემთხვევაში დაგიჭერენ და თუ ბევრი ხართ არ დაგიჭერენ და აქციაზე რო დგეხარ პირბადე და კიდე რაღაცა იყო დამატებით და ხო პირბადე და კიდე დაუმორჩილებაზე შემოიღეს ეს პატიმრობები ნენცი გიორ არის და რაღაცა გაურკვეველი კანონი არის თუ კანონი როგორი არის მე ვერ გავიგე ხლა არ კრძალავს ესე იგი აქციას ერთ შემთხვევაში თუ გავიყვანე 10000 კაცი და გადავკეტე ესე იგი არ არის პრობლემა თუ 10 კაცი გავიყვანე და გადავკეტე პრობლემა ყოფილა ეხლა 10 კაცით რატო უნდა გადავკეტო რა ვიცი 5 კაცი თუ გავალ ეხლა რატო უნდა გადავკეტო ეს ვერა ვარ ესე იგი დალაგებული ხო ესე იგი აქციას დასაშლელად არის ეს კანონი თუ აქციის რაღაცა გასამყარებლად ვერაფრით ვერ გავიგე რა ეგა რა არის ეს აი აქცია მაინც მიდის გრძელდება 50-იანია 100-იანია თუ 30-იანია აქცია ხო არის და მათ ხო მაინც გარკვეული რაღაცა ანტისანიტარიაც არის აი ეს აილაგამოს კანონით თუ კანონი არეგულირებს აქციას და რაღაცა წესებია ამ შემთხვევაში ამ დროს გადაიკეტოს ამდენ და ამდენ ხალხი იქნება გადავკეტოთ თუ 10 იქნება არ გადავკეტოთ ახლა ორი კაცი რატო გადაკეტავს მაგას ეგეც არ მესმის ეგ უკვე არის ხულიგანობა არის შემთხვევები ბევრი შემთხვევები ყოფილა რომ ასე იგი როდესაც ხო აქვს ახლა ესეც შეტაკებები ხდება ესე ზიანდებიან აქციის მონაწილეები რაღაცა პრობლემები ხო ექნებათ ახლა შიდა პრობლემები მაგათ და არის დღეები იყო რომ რაოდენობა არ იყო ბევრი შესაბამისი იმდენი რომ გზა აეთვისებინათ მთლიანად და ეს მცირე რაოდენობა სრულად შესაძლებელია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ არის ადგილი გზის გარდა იქ ჩვეულებრივ დაეტევიან მაგრამ
მათი მიზანია, რომ ესე რაღაცა ისა ეს აი რომ უნდა გადაიკეტოს ესეთი დავალება აქვთ, რომ ის პარლამენტის წინ კი არა რაღაც ტროტუარზე შევიკრიბოთ, არა რაღაცა ესე იგი შევქნათ პრობლემები, რაღაცა იყოს ესეთი რაღაცა ზეწოლა მთავრობაზე, რომ აი გზა გადაკეტილია და ხალხმა ეს იცოდეს რა. და ამასთვის იბრძვიან და რო არ ყოფნიდათ ეს რაოდენობა იმას რა ქვია, ამ აქციის მონაწილეებს გადმოდიოდნენ სპეციალურად იმაზე რა ქვია, ქუჩა და გაიშლებოდნენ ერთი კაცი აქ, მეორე კაცი 20 მეტრის იქით, მესამე კაცი კიდე 20 მეტრის იქით და ესეც ცდილობდნენ რომ გადაეკეტათ გზა რა. და ამიტომ შემოიღეს ეს კანონი. ესე იგი როგორც ვატყობ, თუ მოწესრიგებული აქცია იქნება, პრობლემა არ არის. იყავი და იჯექი მან და თუ გინდა, ხო? ესე გავიგო? არ გადავკეტავ გზას და ვიქნებით ისე რა, იქ პროტესტის მე რამდენი მე-400 დღეა თუ მე-500. ესე იგი სულ უნდა იყოს ეგ პროტესტი? აკი არ იქნება აქციონერები ამ კანონის თანახმად და იქ აღარავინ ხო გადიან მაინც. აგარ იმ მღვდელიც იყოთ, ყურაშვილიც იქ ის და ის რატო არ დაიჭირეს? აქციაზე რა უნდა მღვდელს, რატო არ დაიჭირეს? დააჯარიმონ. ის ფინელი ხო დააჯარიმეს. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ეუთოს თავმჯდომარე პარალელს, ხო ის ფინელი. აი მღვდელი დოროთე ყურაშვილი რატო არ დააჯარიმეს? აი ქროზის და გარკვეულ სტიმულს. ან კიდე იმ ახალგაზრდა ლიბერალებს რა უნდათ ამ მღვდელთან? აი ეგ არის ჩვენი უბედურება. გაარკვიონ რა. ლიბერალებს რა უნდათ? აი მღვდელთან რა საქმე აქვს ლიბერალს? რა გინდათ ეს მღვდელი მანდა? რომელიც საპატრიარქოსთან პრობლემა აქვს და საპატრიარქოს გარეთ მოტეხეს ეგა. და რაღაცას ეგეც პროტესტანტობს იქ და ამიტომ რომ უპირისპირდება თქვათ სამღვდელოებასაც და თავისი რაღაცა პიროვნების დამკვიდრება უნდა. აი დოროთე ყურაშვილი ამბობს რატო წამოწიეს ვინ არის ესა რას წარმოადგენს? ქრისტიანობა რაც შეეხება ქრისტიანობას არც ერთი მღვდელი არ არის ქრისტიანი, იმიტომ რომ წინააღმდეგობა იყო ქრისტიანი და მღვდელი ეს არის როგორ გითხრათ ხის რკინა. ქრისტიანი მღვდელი არასოდეს არ იქნება, იმიტომ რომ მღვდელი ნიშნავს გამწმენდელს. და ეგ ფუნქცია მკრეხელობა არის, ლევიტელებს ჰქონდათ ეგ ფუნქცია ვიდრე ქრისტემდე. ქრისტე უკვე როცა გამოისყიდა, ცოტა თვითონ გახდა მღვდელმთავარი, მელქისედეკის წესით. ებრაელთა წელი ამაზია მთელი 13 თავი ქრისტესე. ამები ესენი არაფერს აკითხულობენ. ამიტომ ეს დოროთე მღვდელი რო არის, როგორ შეიძლება იყოს ქრისტიანი? ეს ხომ კრეხელობაა. მორწმუნე იყავი, მაგრამ მღვდელი რატო ხარ? სტატუსი რატო გაქვს? რატო ხარ არქიმანდრიტი? ვინ მოგცე სტატუსი? რას წარმოადგენ? რა სოციალური სტატუსი არის? ეგა და რა პროფესია არის გამაგებინ ერთი. არა რა, ჩვენი ქართველები ძალიან ყრუები არიან ამ საკითხთან მიმართებაში. მაგიტომ იტანჯებით, მაგიტომ იქნებით მაგ დღეში, როგორც შემთხვევით კი არ წაგაკითხეთ მეორე ნეშთა წიგნის მე-7 თავის აი ეს მუხლები მე-15-ეს ჩათვლით. შემთხვევით კი არ წაგაკითხეთ. ნახეთ რა მდგომარეობაა საქართველოში. საქართველოში მთავრობა კი არ არის, რომელიც არის კანონიერი, კანონმორჩილი და თავყუსადენებს ორგანიზაცია გაუწიოს მოსახლეობის მთელ სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას. ეს მთავრობა კი ეს არის ბანდა. ყაჩაღები. ქონება დაიტაცეს, გადაინაწილეს და ვერ გაუყვიათ ერთმანეთს და არიან უპირისპირდებიან. ეს არის კრიმინალური გაერთიანება. მართლა ეგრეა, კრიმინალური ბანდა არის ეს. მოტივირებული ფულის შოვნით, რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე და ძალიან ბევრს ამებს გარეთ აქვთ ძალიან ბევრი ქონება. გარეთ აქვთ, ოჯახის წევრების გარეთ არიან, მოქალაქეები არიან. ეს არის ბანდა, არ არის ეგ მთავრობა, არა. და როდის იქნება, რომ საქართველოს მართლა რჩეული მთავრობა ეყოლება ორგანიზატორი და მოსახლეობა დააფინანსებს და კმაყოფილი იქნება იმ ხელფასით და დაჯერდება, რომელიც განწესებულია გადასახადების აკრების შემდეგ. ეხლა გადახედეთ, ყველა მილიონერია. ესე იგი, მე რაც ვიცი 45 მილიონერია დეპუტატი. მილიონერია. მე არ ვიცი 1-ია, 2-ია თუ, მაგრამ ნამდვილად ესია. ხო? აი ეს რა არის გამაგებინებს, ესე იგი რა, ოლიგარქების ხროვა არის მან და ბიზნესები აქვს ყველა, წილებში ზიან. აქეთ სამღვდელოება გადანაწილებული ქონებაში და ეს კაცო უბედურების მომასწავლებელი არ არის? და ამიტომ აი რა დღეში ხართ, ვერ ახედავთ?
აი რატომ არის აქტუალური ის შესაბამისი თავი ბიბლიიდან, ნეშთა მეორე მეშვიდე თავი. შემთხვევით კერძამი წააგიკითხეთ. აბა კიდეც წაიგითხეთ, ჩაუჯექით. ქვეყანა კატასტროფისკენ მიდის და ამას გამობრუნება იმ შემთხვევაში შეიძლება თუ აი გაითვალისწინებთ იმ სიტყვებს, რაც მან ჩაწერილი არის ღმერთირო სოლომონს ელაპარაკება. ხო, მოხვალთ ჩემთან. მე უკან წავიღებ ყველაფერი. არ მოხვალთ, დაგექცევოთ ყველაფერი თავზე. და აგერ ნახეთ დამსჯელი ბანდა არის სათავეში. როგორც სოლომონის შემდგომ რო გაიყო სახელმწიფოურად, მისი შვილის სახით ბანდა და კრიმინალები მოვიდნენ და ხალხი დახარტეს და ათიშტო მოშორდა მაგას ურად გაიყო სახელმწიფო. ეს მოვიდათ, ნახეთ აი სოლომონის შვილს და ესენი ვინ არიან? აი ნახევარზე მეტი ყაჩაღები არიან მანდა რა. ჯერ კომუნისტების დანატოვარი ბანდიტები არიან ეს შვილები რა. გონიათ რა, ყობახიძე არის ხა წმინდა სულის? ღარიბაშვილს რომ მიახტნენ და ლილუაშვილს დაემებს. მათ რა, ესენი წმინდა სულების არიან? ეგ კი არა, ალეკო ელისაშვილი რო გახდა დეპუტატი, იმანაც ბიზნესებში გაყო თავი და ძმა და ვიღაცები გაჩითა მამები და იქ გონიათ რა, შარვალ გამოხეულია? ალეკო ელისაშვილი. და იულიანე ხაინდრევა, როგორც კი 2012-ში რესპუბლიკელები შეათრია ბიძინა, ეგ არის აი ამ ხაინდრევას, ამ დებილი ხაინდრევა რო არის კიდე, გოგა ხაინდრევა, იმის ძმა იულიანე ხაინდრევა, ის რო არის ცოტა ენას უკიდებს ლალიზმით რო არის, ხო? ლეებს რო იძახის. ის პირველი რაც გააკეთა, რემონტები დაიწყო, როგორც კი დეპუტატი გახდა სახლში. ესეთია ქართველის ბუნება, ესეთია. კავკასიის, აი მატერია რა, აქანა უნდა იყიდეს. აც განშვენებული ჯაჭვლიანი მსახიობი, როგორც კი გლდანის იმიდან არჩეული იყო დეპუტატად, ტოიოტა რაღაცა კამრი დააყენა თუ ჰაილენდერი აღარ მახსოვს. ქონდა მანქანები და კიდე ესეც დააყენა რა. სამის დედამიწა ვერ გაწყნენ. 5-6 მანქანა ყავდა და ესეც აი ჩამოარიგა. ხო და ღარიბაშვილსაც ესე აქვს რაღაცა კოლექცია საათების, მანქანების. ეგ არის ყველა ადამიანის თვისება, ვინც სათავეშია. შეიძლება თქვენც რომელიმე თქვეთა ხო ხართ პატიოსანი. თქვათ რომელიმე თქვათ ვასო, გიო, ან მე გავედით მანდა რა. თუ ამას არ გავაკეთებთ, იქიდან გამოგვაგდებენ. ნუ რას ლაპარაკობ? პავლეს გახსოვს რა შეუნებოდნენ? რატო ფულს არ იღებო რა? რატო არ იღებ ფულსო და ამან უთხრა არაო, მე ჩემი ხელით შემიძლია, გან არ შემიძლიაო, არისო, ხო? მართლაც მშრომელი არის საფასურისა. მაგრამ არაო, მე ჩემი ხელით. არ მოწონდათ იცი ეგა. როგორ ესე იგი ჩვენ რა გვაიძულებ ჩვენც ვიმუშაოთ აქა? ესე იგი პატიოსანი შეიძლება იქ გაჩერდეს დეპუტატი? არ გაგაჩერებინო ვარიანტი არ არის, გახსორიან. როგორ რაღაცა უნდა გქონდეს. და თან კიდე ეგ მიწრაფება არა გაქვს რომ მიდიხარ. როგორც იქ აღარ ცოლს ვერ გადაურჩები რომ ია ისევ ხელფასი მიზი ხარ აქ როგორ იმის ის რო დადის მანქანით შენ რატო არ სარგებლობ მანქანით და საერთოდ რატო არ მომსახურებ მანქანას აქ ვამში სკოლაში მანქანით მივიყანო ბაზარში მანქანით წავიდე ცოლს გადაურჩება რომელიმე ქმარი ამიტომ ალეკველი საჩილი რომ მოვიდა ვითომ აი მე ესეთი ვარ და მე არაფერი არ გაგვიკეთებია სულ ღარივე ისე გაუხმა ამას თავი პირველი რაც გააკეთა თავისი დიშვილი შეტენა იქა და მე აყდა ყაყანი და თვითონ დაწერა გოგომ და წამოვიდა რაღაცა მოადგილე რო იყო იმისი დამცველი რა დამცველი კიდე ის არის კიდე საქართველოში რა უფლებებს იცავს ვინმე გამაგებინეთ სად არის ის იოსელიანი რა უფლებების დამცველია კაბინეტში როზიც ჭამს სვამს და დროს ატარებს იცავს რომელიმე ადამიანის უფლებებს არ იღება კაცის ქალის უფლებები იცავს კაცის უფლებებს მან აქ როა ლაპარაკი როგორ გამოიყენა ქალმა და ჩაყარეს ციხეში ყველაფერი მანდ არის ზღაპარი რა და ეს იმ მოქალაქეების წევრი არის აი ეგრეთ წოდებული ალეკოს ძმაკაცი რომ აირჩიეს იმათ ბიძოქა კოცებს შეეტენა და დისტანცირება ალეკოსთან მოახდინა და ალეკო კიდე ხაზარაძეს შეეტენა აულო კამარა რა აულო ადრე სუაგინებდა მე ვახშეს უწოდებდა აი ეს ბუნება ქართველს რო აქვს ქვეყანას ვერ ააშენებთ ამის გაправებელი კიდეც გახსნილი მღვდლები არიან. თვითონ არიან გახსნილი და რადგანაც ეგეთი რელიგია გამправებელი თქვენი გათახსირებული ბუნებისა. დაგეცევათ ქვეყანა თავზე და წაგერთმევათ. ხო და თუ მოუხმობთ აი ღმერთის სახელს ბიბლიაზე დაყნობით
ქვეყანას ეშველება თუ არა და არ არის პრობლემა. შემოგესევათ მან უამრავი სხვა ხალხი რო იცოდეთ. არ ელოდოთ გამოსწორებას ამ თავრობის გადამყიდე. ამათ ეგ მოვალეობა არ აქვს. არაფერი არავითარი რეფორმი არ გატარდება. არანაირი განათლება არ შეიცვლება. ჯერ ერთი განათლება ქართველს არ იცის რა არის. რა ქართველმა რა განათლება, რა უნდა განათლეთ ის რა მღვდლების სკოლაში რო შეიყვანთ ეს განათლება? მღვდლების სკოლაში ხალხო განათლება კი არა დაბნელებაა. ეს ამას ღმერთი მოიწონებს? თვითონ გაუნათლებლები არიან, რა უნდა გაანათლონ იქ რა დაიწყება ესე პატრიოტიზმი და დასავლეთის გენება და რა ვიცი სისულელეები. ასე რომ რეფორმების იმედი თუ გაქვთ ეგ არის ტყუილი. არაფერი მანდ არ შეიცვლება. ვარისობისკენ კი. აქ თავრობის ამოცანა არ არის გამოსწორება ქვეყნის. ამათ ყავთ ბუა. აი შექმნეს თავიანთი ოპოზიცია. თამაშობენ დაჭერობანას. გადაავსეს ეს ციხეები. ხო, მე რა მიგურს ესე? ამ ხალხს სამსახურია. აი ვინ ასმევთ, ვინ აჭმევთ. აი ახლა რო წახვედი და ციხეში დაჟეკი, უცალთვის ვინ გინახავს? აი პატა ბურჭულას დაჭდა ციხეში. იქ კიდე გვარამიები, მელიები. აი მათი სოშული შემოსავალი საიდან აქვთ მაგათ? თეობით რო ციხეში ზიხარ. ოჯახი შემშილობს. არა მეგობრებო, ქონება აქვთ მაღალი დონის ყველას რა. წავიდნენ დასასვენებლად, წამოწვნენ იქა და დაერქვეს პატიმრები. სადაგ ლაკა ხოშტარია. ამაგას ხომ მოძდის ფულები. ეგ ხო არ მუშაობს. არაფერს არ აკეთებს რა. ფინანსები მოძდის მოსკოვიდან. თურმე რა დაუტოვა ამისთან ამ ბიძამ არ ვიცი რა თუ ბაბუამ. ეგ ხუდლები იმიტომ არიან ესე გამოყავთ ამ ოპოზიციას, რომ ესე იგი ბრძოლაში ხო ყველაფერმა გამოიყენო რაღაც მიზანს მიაღწიო და ესე იქცევა რა დასავლეთის იმიტომ რომ გადახედა სოციუმი ესეთი არის ყველაფერმა გამოიყენო და იყენებ ესე რაღაცა ლიბერალურ მორალსაც და მასში შერეულია კიდე გინდა რომ გადმოიბირო რაღაცები და ამიტომ გამოყვეს რაღაცა მღვდელიც, იმიტომ რომ დაინახეს რომ რელიგიურია ხალხი და მღვდელიც ესე იგი ოპოზიცია და დასავლეთმა ქართველები რუსეთს საბჭოთა რითი აუჯანყა რა გამოიყენა ნაციონალიზმი გააღვივა შეიტანა ქართველებში და აუჯანყა რუსეთმა შეაჯავրա რუსეთი და მე ის კი არ გაითვალისწინე რომ ეს ნაციონალიზმი რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს შენ წინააღმდეგაც იმუშაობს იმიტომ რომ ნაციონალიზმი ქართველის უპირატესობაა და ქართველი თუ რუსს ეჩხუბება მე შენს ეგეჩხუბება იმიტომ რომ შენ სხვა ხარ და მე ეს მაფიქრებდა ყოველთვის იმიტომ რომ დასავლეთი რატო აღვევს ეს ნაციონალიზმს რატო ებრძვის ესე იგი ქართველების აბრძოლებს რუსეთთან რუსულს სხვა ჩერეზ ნაციონალიზმით ებრძვის რა და ეს ისო გააკეთეს ეს ოკუპაციის მუზეუმი და ესეთი ისინი ხო ეს ნაციონალური სენტიმენტებია და აჯავრებს რუსეთს და საქმე რომ მიდგენ მე შენ შეგიჯავრებს იმიტომ რომ შენ მაშინ თუ ქართველი არის პირველ ადგილზე არც რუსია იქ და არც ამერიკელი ქართველია პირველზე დაანჩენი ყველა მეორე ხარისხოვანია ნაციონალური სენტიმენტი უკრაინაშიც არის გამოყენებული ხო არის ეგ სენტიმენტი გამოყენებულია და მე რა თქმა უნდა ამით უპირისპირდები რუსეთს მაგრამ როცა შენ ეგრე ევროპისთვისაც საჭიროებას ეგენი არ წარმოადგენენ იმიტომ რომ შენ მართავ მაგ სიტუაციას ხო აგერ ნაციონალური სენტიმენტი არის უნგრეთი გაერთიანებული ევროპაში პოლონეთი და იქ არ არის აღმოფხვრილი ჯერ ნაციონალიზმი რო იცოდეთ საბერძნეთი ხო ნაციონალიზმი ხო იტალიაში ეკერები ესპანეთშია მაგრამ ერთად არიან ასე რომ ნაციონალიზმის ეს პროგრამა კი არ მისცემს თვითონ არის ქართველი ასეთი თვითონ ქართველში არის ნაციონალური სენტიმენტით მტერი რომელია რა რუსებია იმიტომ რომ ქართველებს მიაყენა ქართველების აზრით მაგარი ზიანი რუსებმა და არა ინგლისელებმა და ფრანგებმა იმიტომ რომ 200 წელი რუსებთან იყვნენ ფრანგებთან კი არ იყვნენ და ვინც 200 წელი ფრანგებთან იყვნენ ეს ალჟირი იქნება თუ ვიღაცა ისინი რა თქმა უნდა ნაციონალური იმით ებრძოდნენ მაგას და განთავისუფლდნენ მაროკო ალჟირი ხო ფრანგების იმაში იყო ასე აფრიკის მთელი რიგი კოლონიები ეგ ნაციონალური სენტიმენტმა განდევნა ეგა
ასე როგორც თვითონ ქართველი არის ესეთი, ეს ევროპამ კი არა თქვენ ესე ევროპამ უბრალოდ ხელი შეუწყო ამას და ფულებით და მთელი რიგი რაღაცებით, რომ დაუპირისპირდეს თქვათ რუსეთს. მოვიგებთ, თუ არ მოვიგებთ, რა პრობლემაა, ფიქრობს ევროპა. ჩვენ სადა გვაქვს ტვინი ჩვენ? ჩვენ სახელმწიფოს ნაციონალური იმით როგორ ავაშენებთ? ქართველებისთვის არის საქართველო? გავრეკოთ მაშინ სხვები მანდაგან და იყოს ქართველებისთვის არ მაქვს პრობლემა. აი სამეგრელო მაგალითად არის მეგრელებისთვის. სამეგრელოს ტერიტორიაზე სულ მეგრელები ცხოვრობენ. თითქმის 80 ვინ არის სამეგრელოდან დაგვიდასტუროს რა თუ არის ჩვენთან ახლოს თუ იცის ვინმე. სამეგრელოში ძირითადად ხო მეგრელები არიან. ისეთი გარემო არის იქ რომ იქ ძალიან ძნელია გაძლოს კახელმა რო ჩავიდეს და ჩასახლდეს. ან ხევსურება, ან მოხევემ, ან ქართლელმა. ხო, იმიტომ რომ მეგრული ენა გრიალებს იქ არა. ხომ არის ნაციონალური? არ არის? აი სამეგრელოს კუთხე არის ნაციონალური. მეგრელები არიან მაღალ დონეზე, მეგრულად ლაპარაკობენ და რო ჩადიან, თქვათ პოლიტიკოსები, ეგენი ცოტა წაუმეგრელებენ, მეგრულსა ეგო ხტაპურწავებიან, ხო? ამით თუნდაც მოიპოვონ რაღაცა გარკვეული დივიდენდები, ხო? არჩევნებისათვის. ბატონო, ნაციონალიზმი ხლა რა საქართველოში თვითონ არის ეს და რო გამოდიხარ და იძახი ქართველებისთვის მეგრელი არ ფიქრობს რომ იგი ქართველია, იგი მეგრელია და იძახის რომ ჩვენ უფრო მაგარი ქართველები ვართ, იმიტომ რომ ქართველები, ეგ არის, ეგ თეორია არის მეგრელები ლაპარაკობენ, რაც ინტერნეტში არის ეგ. მე იქიდან მაქვს მოსმენი, ჩემსაც კი არ ვიძახი. ხო, ხა რო არინა იზიარებს, ბევრი ეგ არნიშნავს, რა კიღა არის, ეს ამის გაფართოება მეგრელებისთვის ეს მისაღებია. რო ეს ქართული ენა მეგრულიდან წამოვიდა. და ნამდვილი ქართველები არიან მეგრელები. იცით რომ მაგას იძახიან? თვით სვანებიც ამბობენ ბატონ რეზო მაგას. სვანებიც კი მაგას ამბობენ ზუსტად. რომ ქართული ენა სვანეულიდან წამოვიდა. ასე რომ არის სვანებში წელი. ხო და რაზეა ლაპარაკი? სვანებიც გავიხსენეთ. სვანებიც ახლა ნაციონალური სვანები ერთად დაჭირდნენ სვანურად ლაპარაკობენ. და იქ გაუჭირდება ვინმეს ჩასახლება, ხევსური იქნება, ეს ქართლელი იქნება თუ იმე გაუჭირდება იქ. უცხოთ იგეძნობს თავს. იმიტომ რომ ყველა სვანურად დაიწყებს ლაპარაკს და შეექნები ყუმივით. ასე რომ საქართველოს სახელმწიფო თვითონ ეს ვერ მოწესრიგდა რა, შიგნით არის სეპარატიზმი, კუთხური სეპარატიზმი არის, ცინიზმი არის, ერთმანეთს დაცინიან. და რა მთავრობაც ხროვა იმიტომ არის რომ მოდი აქედან სარგებელი ავიღოთ, ფული გავაკეთოთ და მოვწყდით აქედან წავიდეთ. გზებიც ბევრი არის და თან მოამზადეს ყველაფერი ამისთვის, შვილები მოამზადეს, შვილიშვილები მოამზადეს. ხო, უცხოეთში არ არის კაცო, კახკალაძის შვილები უცხოეთში არ არის. ვისი არ არის დაწყებული სააკაშვიდან მოყოლებული, სალომე ზურაბიშვილები, მათი შვილები უცხოეთში არ არიან. აი მის კითხვა, რატო უცხოეთში გამაგებინეთ? რატო რა უნდა ბიძინა ივანიშვილის გოგოს კალიფორნიაში? გამაგებინეთ რა უნდა, ნუ? აი რა უნდა ამ გათახსირებულ კალიფორნიაში, ხო? ან პატიოსანი ოჯახის შვილს ამ გოგოს რა უნდა აქ? აქ რა ჩამოვიდა ეს პატიოსანი? ამ უპატიოსნო ქვეყანაში, ხო იცახით რომ გაახსენილი გათახსირებულია კალიფორნია მithumetes. აი რა უნდა ამ გოგოს ამ კალიფორნიაში? რა უნდა ისწავლოს აქ? მაგ სასწავლებლებში რა სასწავლიან? ჯერ ერთი რო თქვას რომ მე ხალიშვილი ვარ, სიცილით მოვდებიან სიცილით. დაცინებენ, ბულინგი იქნება. ხო რომ 25-26 წლის გოგონამ და რო თქვას რომ მე ხალიშვილი ვარ, კაცი არ ყოლეო, გელაპარაკებით აღარ დაელაპარაკებიან. ამან ყოფად თვლიან. და წარმოიდგინეთ, ნუ. და ბიძინა მარიც ისეგა. გადაირევით, მოკლედ რა კახკალაძის შვილი ჰოლანდიაში გადის კურსებს რაღაცა ფეხბურთი ახლა გამოვა დიდი ფეხბურთელი. ეს დიდი ფეხბურთელი გამოვიდა. ასავლის რუსულსაც. ცნაურია. თქვენ შეგაზიზღეს თავიანთ შვილებს რუსულს ასწავლიან. რუსებს აგინებს ლაშა ბუღაძე და დევდარიანი და რუსულად კითხულობენ წიგნებს, რუსული ენა იციან. რატო არ ვიწყებენ ამ რუსულს? იცით როგორ მაინტერესებს? ხოთო სარევ ხალხი ხართ, ბიჭო, რაღაცაში თანამედროვე იყავით რა. ასე რომ ქვეყანა რო დაქცევის პირზეა, ამას რო ვამხელთ ჩვენ, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ იქნებ ღმერთმა შეაჩეროს ეგა და მოიღოს მადლი და რაღაცა კურთხევა. თორე ისე დოროთეს გადამკიდე და მღვდლების გადამკიდე ქვეყანა ხელიდან გეცლებათ ხელიდან ქართველიერი.
ქართველი ერი ამ რელიგიის აღორძინებას ნახეთ, როგორ გაურბის, ისე რომ არც იცის. ტოვებთ თქვენ ქართულ მიწა-წყალს და წყლობით გადახვეწილი ხართ სხვა ქვეყანაში. აი, მაგალითად, ყვერმილეს რა უნდა საფრანგეთში იქნებ ამიხსნათ რა. მუშაობს, ცოშვილი ყავს, თავშესაფარი აქვს პოლიტიკური. არა, ბომჟა არის, არალეგალურად არის, ცოტა ხნით აფინანსებდნენ, მე შეუწყვიტეს და ეხლა კითხვა ისმის, რით ირჩენს თავს? რით ირჩენს? იპარავს, ქურდობს? აქ ქუთაისელები ინახავენ, მაგას რატო მე ვერ გავიგე, რატო ინახავენ? მე მიხედე რა შენ იმას. რა ისა გიორგის აკაძე მყავს თუ ვინ არის? აი რა უნდა ამ კაცს საფრანგეთში? დაამიხსენით რა. ვინ ემუქრება საქართველოში, სამშობლოში მიგემუქრება. ვინ გემუქრება, როცა იქ არის ქართველები და არ უყარხარ იმ ქართველებს? მედი რა, ნახო ყავს ხალხი. ეგრეთ წოდებული ყურნი ქართველები. ამან რო უწოდა და შეუტრიალი ეგ სახელი. ხო, ყურნები, სვანური სიტყვა. ხო? ჩადე იქა რა. და ვინ დააჭერინებს ახლა შენ თავს და რატომ უნდა გიჭირონ მე ვერ გავიგე. რა ბრალდება აქ? ლანძღვაგინებით შეიძლება კაცი დაიჭირო. ყველა ილანძღება ნათელაშვილი ამაში დასაჭერი. აი ეს კაცი რა დატო არის საფრანგეთში კითხავთ ახლა ამიხსენით რა. მაგას არც თავრობა ეძებს, არც გაფლანგვა აქ არაფრის, არც ფული წაუღია. დავიდა თავისთვის ახეტიალდა რა. მოინდომა საფრანგეთში ცხოვრება. ხო? გაექცა მუშაობას, გაექცა პასუხისგებლობას, გაექცა ცოლის მოყვანას, შვილების გაჩენას და იქიდან ერთობა. ხო, აი ესეთი არიან ქართველები. და რა ვიცი, ესეთი ქართველი ჩემთვის მტერია. ეს არის უსაქმური. ხო, და თუ კარგი პატრიოტია ჩაბზანდეს საქართველოში და მანდედან გადაუბას, იქ ის ხალხი როგისმეს ვითომ რაღაცა ბოდოებს. ხო? 2000 კაცი შეკრება არ შეგიძლიათ 3000-ის. ამოვდეგი გვერდზე ჭაბუკაშვილს, ამოვდეგი გიორხელიძეს და შეცვალეთ ქვეყანა და ააშენეთ და ჩვენაირი ხალხი გამოყარეთ სუცემატყებით იქიდან და მეც მიმაყოლეთ თუ მე მოზიარე ვიქნები. დამიმტკიცეთ რომ მაგარი ქართველები ხართ. თორე ისე დედის გინებას არ მოაშორებ ამ ნაბიჯვას თელი ცხოვრება რა. წაიღეს ტვინი რაღაცა სადღერძელოებით რა. თავში არაფერი არ უყრია ამ დებილს. მართლმადიდებლობს და მართლმადიდებლებს გაიქცეს დარწმული. მართლმადიდებელი როგორ შეიძლება მართლმადიდებლებს გაურბოდეს? მე გასაგებია, არ ვიღებ, არა ვარ მართლმადიდებელი. ღმერთმა დამიფაროს. არც მრევლი ვარ მართლმადიდებელი და არც მართლმადიდებლობა ეს არის სატანიზმი. გასაგებია, ჩემთვის ეს ქვეყანა არის ის ქვეყანასთვის მე ვარ მიუღებელი. ეს გასაგებია. აი ყვერმილესთვის ეს ქვეყანა არ იღებს? აბა ისთვის პატრიოტობს მე ვერ გავიგე. ტრეკინაშვილი მართლმადიდებელი საფრანგეთში რა უნდა? მართლმადიდებელს გრავგინდათ ხალებ გიჯდები რა. და მანდ კიდე მანდედან ეკაიფებით ქართველებს. ისინი უფრო გმირები არიან. აი ვინც ციხეს იჭერენ, აი ჩემთვის გმირები არიან. ყვერმილი არის და მე შიშარა. ტრეკინაშვილი კიდე. ისინი თავისას აკეთებენ ისე კაცო ისი წოლაია კიდე ეს ბოთე კაცი ეს ბოთე ეს მასხარა ესეცი ვითომ არ ეშინია ამდენი ხანი გამოვიდოდა ციხიდან ეს დებილი ეს პატარა ბიჭები ზიანისა და ეს კიდე გიჟი კაცივი დადეს პივით სკადება და თამაშობს გიჟობანას თამაშობს ხალხო ეგა რა ვიცი ხალხო რამ შეგშალათ და ეს არის პატრიოტობა ეგ არის ხალხო არა რა გაუბედურებული ერი ხართ რა გააგებინებდნენ გიორგი ხო გუშინ ხო კარგი კურთხევა ვაკურთხე მე ყვერმილე ჩანაწერში კურთხევა გაუგზავნეთ მე უგზავნიდნენ იქა და იყოს იქა ხო თუ დაფიქრდება და ჭკუას ისწავლის ხომ კარგია თუ არა და ისერიც მოტყდება და მოტეხია ესეთ ქართველებს კიდე ამ დებილებს მაგათი გადამკიდევართ ქვეყანა რო არ ფუთავდა რა ავლენ იქა მე პატრიოტება საფრანგეთიდან ეს დებილი ესა რა წადი ფული გააკეთე ქვეყანას მიხედე ხალი მოიყვანე ცოლად თორე ხო ხედავ ეგრე მონაზვნებად გაარეკეს ქალები უკვე ხო ეხა მონაზვნება თავიც მაგრამ ქურდობა რო დაიწყეს გოგოებმა დღეს ნახავთ ესე იგი არ მინახია მითხარი ხო 4 ახალ არასრულწლოვანი გოგო შეიჭრა იმაში მაღაზიაში გაქურდეს და მაგრასცემეს გამყიდველი თან გოგონები
4 იყვნენ ჯგუფი და გაძარცვეს მაღაზია და იძახია რომ სხვა დანაშაულების აქ ჩადენილიო და გამაუცა ესე იგი წარმოგიდგენ ახალგაზრდა გოგოები უკვე ყაჩაღობას მიყვეს ხელი. რამდენი წელიწები არიან თუ იცი? 15-16 იძახიან დაახლოებით. არაფერს ყველანი. ხო, და გამყიდველს რა შეჩოდნენ? იმას რომ უთხრა რომ ნუ მიგაქვთ ის ტავარი ნაკურდი მე შეგონათ დასაცმლის შეგნით და რო უთხრა რომ შეეწინააღმდეგო რომ არ წაიღოთო იმათ ცემეს. ეხლა დაიჭირეს თუ არა? ჯერჯერობით არა ეძებენ. ხო, ესე იგი რა იმებით იყვნენ ნიღბებით ეს გოგოები? იდენტიფიცირება არ შეიძლება მაგათ? ხო, აი ჯერ კადრებიც არ დაუდიათ, არ გამოქვეყნებულა დღეს 3 საათის წინ იყო დაახლოებით. მაშინ ყია მედია საშუალებმა ასე ვთქვათ, რომელი რაიონი იყო, რომელი ქალაქის რომელი რაიონში? მე მგონია რუსთაველი პეკინე, მან ცენტრალური ვის იყო რა ქვია. ვაჟაფშაველა, ხო, ვაჟაფშაველა. ეხლა გამახსენდა, კი, ვაჟაფშაველაზე. აჰა. ხო, რა ვიცი ხლა ვაჟაფშაველაზე რა იმისთვის რა წაიღეს? სასმელები, საჭმელები რა წაიღეს? ხო, სასმელებიც მე მგონია უფრო ალკოჰოლი და ისინი რა. რაც მაღაზიაში იყიდება, ყველაფერი აკრიფეს ალკოჰოლი, შოკოლადები რაღაცები და წაიღეს. სიგარეტები. უცნაურია. მე თქვენ რა სიტყვით, რა არის ამის მიზეზი? რა არის ამის მიზეზი და ეს წინაზე რო ვიძახდი და გონიათ ახლა ხალხს რომ მე რაღაცას ლაპარაკობ ან რაღაცა ანალიზი ფაქტებს ვაფიქსირებ, აი შენ რაღაცა პირადი ისინი გაქვს და რა არის და ის რა ქვია ასეთი ხელისბამ და ეს სინდრომა წაახალისა რა ეს ხა იმან მუშტები ურტყა ესენი მაღაზიებს ძარცვავენ ის რო არის რა ქვია აქციაზე ხალია და შვილი ყავს და გამოუშვეს და დაანჩენი ბიჭები აგეთ ციხეში არის მაგის გამო და გადაცემი გააკეთეს რომ აი ამას შვილი ყავდა რაღაცა და მოდი გაუშვათ ეს ციხიდან შვილი ყავს ამას ხალია გაუშვათ ციხიდან და 10000 ლარი დააკისრეს ის რა ქვია გირაო და ბიჭები მედიკაც ბიჭები გასროგეას მე 18-20 წლის მე დავსროგოთ აი ესეთი მიდგომებია და აი ეს რო არის რეალობა მე ამას კი არ ვიძახი ეს უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა როცა ესეთი ქვეყანა არის და არ უნდა წახვიდე ეგეთ ავანტურაზე იმიტომ რომ მიდიხარ გოგოს დაძახილ იმაზე რა ქვია აქციაზე დაგიჭერენ ორივეს იმას გამოუშვე შენ ციხეში ჩაჯდები ამიტომ არ უნდა წახვიდე როცა ესეთი მიდგომებია კანონით ბიჭებმა უნდა შეიკავონ თავი რა მოკლედ გაუფრთხილდნენ თავებს ახლა რატომ ჩაჯდეს ახლა ციხეში 6 წელი და 7 წელი და გოგო გამოუშვეს გარეთ არა ის გოგო არა დედა გამოუშვეს დედა ხალი მაინც შვილის უპატრონოთ ხა კაცი სხვა არის დედა სხვა არის შვილისთვის მამაკაცი სხვა არის და რაღაც ეს ნიუანსიც თამაშობს თლათ ესე ვერ დავეტაკებით და ვერ დავაბრალებთ ახლა ხალები უკვე ხო მაგრამ ახლა კაცი მაინც ის დედა შვილი დედასთან არის მე კაცი ციხეში ვზივარ ახლა მე გამომიშვან ეგრე ხო არის იმას კიდე თქმარი არ ეყოლებოდა ალბათ და დარჩა ბავშვი უპატრონო და აქ ახლა ჰუმანიზმი აუცილებელია რომ დედა გამოუშვი რა შვილთან რა თორე ეს არ არის კარგი აი ესეც რო შეხედო ცოტა უფრო მე მგონი ცოტა უფრო რწმენა უფრო მოგემატება და სიძულვილი აღარ გვექნება და ის ბიჭები კიდე იმას ვინ ელოდებოდა ცოლ-შვილ ელოდებოდა გარეთ და თუ შვილები ყავდათ დედა ხო არის იმ შვილთან ამიტომ აქ სქესობრივი მიდგომა კი არ არის მოვლენები გათვალისწინებული აი რომელი უფრო სწორი არის გამიგე აი ბავშვი უპატრონოდ დარჩა მამა არ არის დედა არ არის უპატრონო არასრულწლოვანია და გაუშვი და დააჯერინე და ის ბიჭები კიდე თორე ესეც დასაჭერია შვილი რო არ ყოლდა არ გამოუშვებდნენ მაგრამ შვილმა იმუშავა შეისწავლეს და გამოუშვეს და ესე რომ დაინახავ ცოტა ჰუმანიზმი გაგიხარდება და ნუ მევაკერებთ მანდამაინც იმას რომ ხალი გამოუშვეს ბავშვი რო იქნებოდა უპატრონოთ ეგ ცოდვა არ არის წავიდა და მე ქურდობას დაიწყებდა ხო და ისინი კიდე ახალგაზრდა ბიჭები არიან არ ცოლი ყავთ და არ შვილები არ ყავთ აი ესე რომ ხედავთ თქვენ შეიძლება ტენდენციურობა დაინახოთ და დაადანაშაულოთ და ცოტა სხვანაირადაც შევხედოთ და ცოტა ჩვენი იმითაც უყუროთ ამას და
თუ დააშევებს ახლა ეს ბავშვები რომ არასრულწლოვანები ქურდობენ, იცით რომ მოქმედი კანონით არასრულწლოვანების დაჭერა არ შეიძლება ეს პოლიციელმა მითხრა, ქართველმა პოლიციელმა მითხრა, რომ დავიჭერთ გავუშვებთ, არ შეიძლება არ ვრცელდება მაგაზე სიხეო. და გათამამებული არიან და ქურდობენო. ქურდობენო, მაიმუნობენო, სულ აი ქურდობენო. ერთ-ერთი რეგიონი დაასახელა პოლიციელმა, არ მინდა რომ მას რამე პრობლემა არ შეექმნას და არ ვასახელებ იმ ადგილს. ხო, მე მაგი მიყვება ხოლმე რა ხდება, სულ გარეთ არის და თვალყურსადევნებს მაგებს და მაშინ უნდა შეცვალონ კანონი და რაღაცა კოლონია უნდა იყოს ახალგაზრდების და არა სრულწლოვანების 12 წელსაც არ დაიჭირო უნდა და შრომ აღზრდელების კოლონიაც უნდა დაარსონ და ეს ეხლა მაღაზიებში შეცვიდებიან გალახავენ ვიღაცა ქალს გამიგე ეს იმისგან კი არ უსწავლიათ იმ კლაჭიდილისაგან არა კაცო მანდ არის რომანტიზმი არის იცი რომ არ დაიჭერენ ვიღაცამ დაარიგა ხო შეიძლება ვიღაცამ დაარიგა სასმელები გამოიტანეს იქიდან მაგის უკან ვიღაცა ხო იქნება აბა ახლა ის ვერ მოიპარავს დაიჭერენ და ამ ბავშვებს არაფერს არ ეტყოდნენ ხო დაიჭერეს რომ დაიჭირონ ხო გაუშვებენ იმიტომ რომ 15 წლისები არიან არასრულწლოვანები არიან და ეს კანონი მათზე არ ვრცელდება და შეიცვალა კანონი თუ შეიცვალა მომაწოდეთ ინფორმაცია მე ეს პოლიციელიდან ვიცი კაიხანი აღარ დამლაპარაკებოდა იმ პოლიციამ მე მეტყვის ყველაფერს ხო შეცვალეს რა შეცვალეს და ბოლო მონაცემებით მითხრა რომ არა ვერ გავიგეო რა დავიჭერთ დაფცინიანო ეს ბავშვებიო რა სამი თითის კომბინაციას გამიკეთებენ გამიშვებენ ამხელა კაცო ეს რანაირი კანონებიაო რა არისო არისო ძალიან კმაყოფილი რა ასე რომ ჩემო კარგო მან არაფერს შეჭერ ბიჭებიც ქურდობენ პატარები არასრულწლოვანები არიჭერენ არა ეს რა ჰუმანიზმია მე ვერ გავიგე და მაგით უკან ხო შეიძლება იყოს უფროსი ტიპები და ამათ ეუნებიან წადი თქვენ მოიპარეთ და რაღაც წილებს მოგცემთ თქვენ არ დაგიჭერენ და რომანტიკული ისენი არის მან თელი რიგი რაღაცეები ხო აი მე ბატონო თქვენ რომ ძახთ ხა კი ბატონო ერთი მხრივ კაი მიგვიდგეთ ჰუმანულად მაგრამ უყურე აი ეგ პრინციპი საქართველოში ვრცელდება სამსახურებშიც აი მე პირადად მაგ აი რამოდენიმე წელი გადამხდა ვიყავი თუნდაც სამხედროშიც ხო ასე იგი როგორი მიდგომა რაღაცა რო ხდება რაღაც სამუშაო რაღაც ან დასვენების დღეები ის დედა არის იმას მამა მოუკვდა ის ცოლი იყავ იმას რაღაცა ის აყავს და ესე სუამებით ხდებოდა გათვალისწინება და სულ ერთ ესე იგი შრომის წილი ნაწილდებოდა სულ ყოველთვის ერთ ადამიანს ასე იგი ესე რომ მიუდგეთ ერთი კაცი გელა იჩაგრება და ეს ვიღაცა გარშემო უყურებს ესეთი ტიპები ესეთ გაправებას ყოველთვის მოძებნე შვილი იყავ იმას ის დედა მოუკვდა აღდგომებია ესენი აი საქართველოს დღესაც ესეა ის იმის ნათლია არის ესემის ამის ის არის და მე ესეთი იმაში არ მოწოს ეგ ხო და ეგ ქართული კულტურის ბრალი არის და მაგას ვერ შეცვლი და მაგაზე ვლაპარაკობთ ჩვენ და ამიტომ გითხარი შენ ახლა ვერ ცხოვრებ მაგ ქვეყანაში რამენერად უნდა აიბარგო როგორ აძლევ მან და სტრესი გექნება თუ შენთვის ეგ მეუღებელია ქვეყანა დიდია და შეგიძლია გაიარო ან ბელორუსია ან მოსკოვი ან უცხოეთი სხვაგან თქვათ ხო ახლა როგორ შეეგუები მაგას გასკდები გულზე შენ ვერ შეცვლი მაგ კულტურას ხო შეცვლი შენ მარტო აკრიტიკებ და გიწევს მაგ ცხოვრება გასკდები გულზე ჩვენთან კარგი ახლა ლაპარაკობ და არაფერი პრობლემა არ აქვს სხვასთან რო ილაპარაკო შეიძლება დაგესიოს და შეჭე როგორ ახლა ტრადიციას ებრძვი აქ ხო მაგრამ 40-ზე უნდა წავიდეთ მაგრამ 80-ზე უნდა წავიდეთ და წლის თავზე მე იმას დედა მოუკვდა მამა მოუკვდა კი არა რა ამბავი ატეხეს იცი 40-ზე მიდიოდაო კაციო და დაიჭერეს აი ნათელაშვილმა თქვა რა 40-ზე მიდიოდაო ალეიბორისტული ვიღაცის რა არ შემდგარი რაღაცა პარტიის არ შემდგარი წევრი და დაიჭერეს აღმაშენებელს სადღაც და წაიყვანეს და 40 ჩაუშალეს რა შვაში არის 40-ის გულისთვის დაიჭერეს რა შენ ის მითხარი რატო დაიჭერეს რა დააშავა იმან რატომ ალავთ თელი რიგ რაღაცებს მე დეტალები მჭირდება რა და არცელებთ სიზურვილს და 40-ის კაცი 40-ზე მიდიოდა და ამიტომ დაიჭერეს და უნდა გაეშვათ ჯერ 40 უნდა იმას ეკნა მოეხატა და მე უნდა დაიჭირათ რა წესები არის ვერ გავიგე იგა რა ამიტომ გიო შენ გაგიჭირდება მათ ცხოვრება თუ ასეთი მასშტაბებით უყურებ მე ის მიკვირს როგორ უძლებ მათ მაგ კულტურის წარმომადგენელი თუ აღარ ახარ
კრიტიკით მარტო ვერ შემოიფარგლები, იმიტომ რომ კრიტიკა სხვა რომ მოისმეს აგიჯანყდებიან. ჩვენ არა, ჩვენთან მიღებული ხარ, ხო, ვარიანტი არ არის. ჩემთან არ არის პრობლემა. ჩვენთანაც არ არის პრობლემა. ამას ვერ იტყვი შენ, აი იმასთან რა, აი აგიჯანყდება თელი სამსახურის ხალხი. აბა როგორ, აბა რა, შენს თუ მოგიკვდება, მინიმუმ შენს დააყენე, რა გაგათავისუფლებენ. 40-ზე შენს გაგათავისუფლებენ, რა, შენ დააყენე ეგ საკითხი და არ გაგიშვები, ნუ, აი მაშინ იქნება ტენდენციური. შენ არ მოგწონს რომ კულტურის უმრავლესობა მოსახლეობა ამ კულტურას იზიარებს და შენ არ მოგწონს. კი, სწორიც არის. მაგრამ ჩვენ ახლა ერთეულები ვართ და ჩვენ იმაზე ხო არ იცხოვრებს თელი მოსახლეობა. ამიტომ ესეთმა ადამიანებმა თვითონ უნდა დატოვოს ქვეყანა. მე რატო წამოვედი მან და რამდენი გითხარით, თებაში მოგაწყინეთ თავი. არ დამისვა კითხვა რატო წამოვედი, ხო დამისვა, მოგატყვეთ. აი შესავით ვიყავი კრიტიკოსი. და რა პერიოდი იყო. ეხლა გავგიჟდებოდი რა. არა ეხლა მაგ არ ვიცი. ან ვიღაცა მომკლავდა, ან ვიღაცას მოუკლავდი. არ ვიცი რა, ვერც მადლობა, არ ვიცი რას გავაკეთებდი. ხო, ესე არ მოიქცეოდი ეხლა ეხლა შეეტენე ვიღაცას რა. და გასაქცევით ხა გავიქცეოდე პირველი გავიქცეოდე, მაგრამ ისეთი მდგომარეობა დასავლეთში ვის დააჯერებ, რომ მათ ხარახურა ხალხი არის მთავრობაში. ვინმეს დააჯერებ? ხო, ისინი ხო მაიმუნობენ უკვე. ჯერ კი არა ჩვენც დაგვიანებული წამოვედი რამდენი მაწვალეს, ხო? და მიმტკიცებდნენ რომ დემოკრატიას აშენებს შევარდნაძე. ამერიკის საელჩოში ეს მითხრეს, გამოგტეს იცელით რა. და თვითონ მე მაგა დააგდეს. რას იზამ, პოლიტიკა. აი მეთქი, აი დემოკრატი ყავეთ, ედიკა დემოკრატად. შენ როგორ აძლევ? დაქვემდებარებაში რო იყო საქართველოს დაქვემდებარებაში. დამოუკიდებელ კი არ იყო, დაქვემდებარებაში დირექტივები მოდიოდა რუსეთიდან. საბჭოთა სიკვდილის დაჟა იყო ბევრ რამეზე. ვერ ალაგმეს ტრადიციები და რიტუალები. ვერ ალაგმეს, ხო? და ეხლა კაცო, ეხლა როცა ჩაუვარდათ ამივეებს, ბუდელებს და დაუბანელებებს, სულ ლექსაობენ და სულ ცეკვაობენ და იმაშებიან. ეგრე არ შეცვლა რა, ბიძინა მოვიდა და თქვა რა, რომ ნათესაურ სოფია რაღაცა გამართლებულია ჩვენ იმაში. საბჭოში მთელი ბრძოლა იყო ეგა კავკასიურ ერებში, ხო? აი მაგასთან ბრძოლა იყო რა. აი მაგ მენტალიტეტთან რაც გიორგი თქოდა. ესე ღმერთმა ეხლა მithumedes ასე გაშალა ისე ჩვენ დროს ვოცნებობდით ხალხო და გასვლა გამოვია თუ არა ფანჯარა ბატონო რეზო მითხრა. ახალგაზრდა რო აქ დამაყენებდა და აი მაგან მოვცა მე ბიძგი რომ დამეტოვებინა თორე ბავშვობიდან ვოცნებობდით ჩვენ მაგრამ არ იყო ამის საშუალება ხო? ეგ თქვენი ფრაზა ცუდად იქნა გაგებული ჟურნალისტების მიერ და დაამბრალებს რომ მე გაგაგდე გარეთ. აი თქვენ მე სხვანაირად მესმის თქვენ სხვანაირად მაგრამ ნახეთ ჟურნალისტმა როგორ ამოიღო. აი ეს არაპირებდა წასვლას და აი მან იმოქმედა ფსიქოლოგიურად და აგე დასვეს ფსიქოლოგია რა ფენომენი ვარ მე რომ ყველას ესე რაღაც გიპნოზს უკეთებ. ხედავთ? ამიტომ ესეთი რამე ჟურნალისტთან არ უნდა თქვა გოჩა. იმიტომ რომ ხალხი ყველაფერს უკღმაგებულობს. ჩვენ სხვა კონტექსტში ხმარობთ ამას მე და შენ. და იმ დებილმა ნახეთ როგორ გაიგო რომ მე გიპნოზი გაგიკეთე თქვენ. და დედა თქვენიც რო გაიგებდა ცხონებული ზაირა. არაპირებდა გოჩა, მაგრამ აი ის რო არ შეხვედროდა, არ წავიდოდა. რას ლაპარაკობ? შენში რო არ ყოფილიყო ისა, მე რა twins მოგიბრუნებდი? შენში ეგ არის და ბიძგი არის საჭირო, აი ბიძგი. რაღაც გამხნევება. ვერში დგომა. და ესენი როგორ თარგმნიან? რომ მე ვიმოქმედე თქვენზე, ვიმოქმედე სხვებზე და მე სხვებიც მოვიტაცე. ხო და ძალიან მოტაცებულებში ვარ აქა. საერთოდ ვინმეს ვიცნობ, აგერ არის, სად არიან აბა? სად? ქრისტეს მოეტმასნენ აქა, მიატოვეს ეს რასაც ჩვენ ვაკეთებ და მიყვარს ეგ საკითხი, საერთოდ არ გვისმენენ, საერთოდ არაფერს არ უსმენენ და უსმენენ ომარი, გიორგი და სხვები არიან ჩვენთან. ჩვენთან არიან სულ უცხო ხალხი ღმერთმა რომ მოაგროვა და ნაჩვენები ჩვენთან აღარავინ არ არის 5-6 კაცის გარდა და ვინც არის იმასაც დიდად არ ეხახება ჩვენთან ეს საკითხები რა. ხო, არ არის მასე. მოგვეტმასნენ აქა და გიპნოზია გაკეთებული. ამიტომ ჟურნალისტთან როცა საუბრობთ, ის ხო იცი როგორ უკუღმართი გაგება აქვთ მაგას. და ის არის საჭირო როგორ აიცი რომ აი მე იქ ავედი და შენ ხელა რო იყო აქ რა გამაჩერებდა და და როგორი ძალთაქმედება აქვს იმას გიპნოზი გაუკეთა. დასვა ჯაჯანიძე მის სულელი და ფენომენები ახსნა. რა ფენომენია ესა? ეს დებილები, ორი დებილი. ეს ორი დებილი ესაა. რა გიპნოზი რეებს ბოტავთ თქვენ რა მითებია რა გიპნოზია აქა რო ვეხვეწო ახლა რომელიღაცა ტარასას თბილისს დატოვებს მაშინ გიპნოზს ტარასას გაუკეთებდი
გიორგის გაუკეთებ გიპნოს. ომარის გაუკეთებ გიპნოს. თან რა დღეში არის გაწამებულია გიორგი რასაც ყვება. თქვენ დროს კაცო, ჩვენ დროს ქვეყანა დაემხო და ყველანაირად დაემხო ქვეყანა. და პერსპექტივა რა გამოჩნდებოდა ჩვენთვის რა ჯაბასთან შეკრულიყავით თუ ვისთან? თუ დეგენერატების რასში ჩავწერილიყავით. ჩვენი ადგილი აღარ იყო. ხო და ადაგით და წახვედით მერე და გარკვეული მხარში დგომა არის ეგ რომ გავამაგრო თქვენი რაღაცა სურვილი. თორე სურვილი რო არ ქონოდა ახლა რა სხვებს არ ქონდათ სურვილი? არ ქონდათ. არ ქონდათ. ვასიკო ვერ გავდენე, გაიხსენე ვასიკო? არა. სცენაზე იყო არაფერი. დავცინო და ჩვენ თავისი კეთილი გაანზარახვით. ცალ მიგიხართ. ვასიკოზე რატო არ იმოქმედა ჩემო გიპნოსმა მაინტერესებს. მარტო თქვენზე იმოქმედა? ხო, ისინი იძახიან მაგას თორე თქვენ კი არ იძახით. ამიტომ როცა ვიძახით აი ესეთ ფრაზას, აი ეს დებილი ელი საქართველოს ზეიმობდაო. მაშინ იწყებდა ქვეყანასო და თქვენ რას გარბოდითო? აი ეს იყო თავი კაბინეტი და მე როცა დაინახეს, ვაიმე ეს მილიონობით კაცთან დატოვა ისა. ჩემთვის შოკი იყო, რამდენი გაქცეულა მე. მაგრამ მაგ დროს სწორი ხარ ბატონო. გაქცევა კი არა. ხალხი ელოდებოდა, დიდი იმედები ქონდა რა. შვეიცარიას და რა ვიცი. ვერ წარმოედგინათ რა როგორ შეიძლება და მაგ დროს გაქცევა რა. აი მაგ დროს ხა ომიც და იმის არ ვამბობ, რომ დაიწყო აფხაზეთი და სამეგრელები გაიქცნენ რაღაც ახლა რო აქ ბიზნესები არ და მე ვამბობ ზუსტად მაგ დროს ჩვენ რო ტოვებთ ხო ეს იმედები იყო, ეს იყო დიდი აღმავლობის ისე ახალგაზრდები ამას ვერ გაიგებენ, ხო? და მართლა შოკი არის, სად გარბიხარ შენ? გაგინდა და ესე უთქვი ჩემი იმისთვის რა. ხო და წლებმა აჩვენა რა აშენეს, აგერ წლებმა აშენა. აჩვენა წლებმა. ხო, ესე იგი დროის ამბავი იყო და მე ხა თვითონ ყველა დაიძრა თელი საქართველოს და ოცნებებში აქვს ყველას მიატოვონ. ეს ოცნება ხო ყველას აქვს. და ჩვენ მე რას მომახდენ, მე ვერ გავიგე, თან კიდე მოხტომაც არის და მოხტომა ტყუილებს რატო იძახი? რატო იძახი ტყუილებს? ბავშვები წაიყვანა. რომელი ბავშვები წაიყვანა? 27 წლის ხალხი? 27 წლის ხალხი მათ თავრობაში იყო, ტყავს გაწეროდათ. 27 წლის ხალხი ბავშვები არიან? 25 წლის ხალხი, 29-სა და 33-ის ბავშვები არიან? აი ეს არის, ეგ ქართველი ყველაფერს რო აზვიათებს. მალავს და ფუთავს ისე რომ აი ტყუილში გაასაღოს ესა ტყუილები და მოსახლეობა ააჯაყოს. მე აჯაყებული მოსახლეობა ძებნა დაგვიწყო და ჩამოგვათრია მანდა. პირიქით, განხეთქილება შეიტანა ოჯახებში, ხო? აი არის, აქ ყანა ეს ფისტები რა. და დღესაც ვერ მოუნელებიათ ამ გათახსირებულებს ეგა რა, ბავშვები მოიტაცა და განკაცებელია და არანახებს მშობლებს და მშობლებს არანახებს არა პოროლა კიდე ერთი რა, მშობლებს არანახებს. აგერ არისო კაცო, ნატალიას და არ გვესწრებოდა. აგერ არისო ეს ქალბატონი, ხმა ამოიღო. ხო გვესწრებოდა ერთ ოთხშაბათს და მე რატომღაც წერილობით ფორმა მიჩევნიაო რაღაცა შვილს უთხრა გამიგე და აი ხო იყო ის ქალბატონი, ხო გვისმენდა. შვილსაც ხო უსმენდა. ხმა ამოიღო. რა ტიპები ხართ მე ამის დადავდერი. ერთ სიტყვა მაინც ათქვი, ან რაღაცა მიესალმე შვილს, ან მოგვესალმე რაღაცა ქენი, რა ვიცი. რა, ხო გვესწრებოდა. დისკორდზე იყო ის ქალბატონი. რუსეთან. და იმის მერე არცინება შემოსვლა. არ არის ყოველდღე შვილი შენი? დაილაპარაკე. რატო არ გინდა? პრობლემა აქვს რა, ფსიქიკაში აქვს ხალხს პრობლემა და რა უშველო, მე როგორ უშველო? აგერ არის შვილი ბატო, დაილაპარაკე რა. რაში გაინტერესებს ხვები? შვილი რომელიც არის 20 წლის გოგონა ხომ არ არის? რა უკვე 50-ს გადაცილებული ადამიანი, კაც სირცხულია რაღაცა ერთმანეთს პატივი ვცეთ რა. იყო ქალბატონი და ხმას არიღებდა ესე რა. რა ხო არ დავესხით თავზე? ხო არა გავლანწყეთ? არაფერი იყო ჩუმად რა. ხო ეგ არის უბედურება, გულწრფელი არ არის, იცი, უშუალო არ არის. ბიჭო, აგერ შემოხვედი, აგერ შვილი არის თო, აგერ დაილაპარაკე, რაღაცა გაიხარე, სთხოვე, რაღაცა თქვი. არა, კაცები. ამას ახლა ძალით ხო არ ვეტყვი, კაცო რა ხო არ ვეტყვი, ხი გინდა თუ არა წადი, რა უფლება მაქვს. ესეთი რაღაცეები უთხრა და თავისი პრობლემა უნდა წავიდეს და უნდა ნახოს. ეგ რა ჩემი განსაკუთრება მე არ მესმის იცი? ან კიდე რატო უნდა განმიკითხო ადამიანი რატო არ მიდიხარ დედასთან? ეს ხო არასწორია. ეგ რა ჩემი საქმეა. სხვის ოჯახში ჩარევა ჩვენი საქმეა. და
რომ შემომტენი ახლა და ისეთი ფორმულირება მიეცი ამას რომ მოიტაცა, სიტყვა მოიტაცა, ეს ხო სწორი არ არის. ეს ხო სწორი არ არის ხალხო. და სად არის მე ეს მოტაცებული, არ დაიჭდა მოტაცებული და არ თქვა რომ აი მე მომეძლებს დავახციე თავი დედა და ჯაჭვებით ვიყავი დაბოლე, გიპნოს მიკეთებდა. სად არის ეგ ხალხი მოტაცებულები, სად? და სურათები რო დაალაგეს ესა 15 წლის ბავშვების სურათები. მე რო დავდო ახლა პატარა ბავშვების სურათები და აი ესენი არიან ჩემი შვილები. ამ დროს არიან რამხელები, ხო? აი ეს და შარაშია მოძებნა სურათი ალბომიდან და დადო კლასელების სურათები, მე-9 კლასელების სურათები და როგორია ტელევიზორში რო გავუშვებ მოიტაცა ბავშვები. ამ დროს ის როდინდელი სურათია, იცით? 8 წლის უკანდელი. გაფასარევი რა პირდაპირ რა. და ამას ახლა უტვინო რო უყურებს ტელევიზია გიპნოს, თქვენ იცით რა არის? გიპნოს ექვემდებარება ქართველიერი. ჯერ ერთი რელიგიური გიპნოსის ქვეშ არის მთელი საქართველო. ტელევიზიის გიპნოს ხო უამრავი ექვემდებარება. რასაც მოისმენთ, ყველაფერს გაიმეორებთ ისე ბრმად. და არანაირი ანალიზი მომაზრონე რო ხარ, არის ეს პროპაგანდაა ტელევიზია და ვიღაც სამსახურში როა. უნდათ კაც შეაქებენ, უნდათ გალანძღავენ. შეაქებენ, ვისაც არ ეკუთვნის, გალანძღავენ, ვისაც არ ეკუთვნის. ეს იმის დამიხევით როგორი პიროვნება. აგერ რამიშვილი ევასებად, მიუღებელია მაგისი გათახსირება, რამდენი გაათახსირა, იქა ჩანაწერები რო არის. იმიტომ რომ ეს კაცი მე ჭირდება და ხელშეუხებელი. აბა არ ჭირდებოდეს, ამოუღებენ მაგაზე დაიჭერენ. და ჩვენ ერთ დღეს რამიშვილსაც მიადგებიან. აი მე ამოუღებენ იმას და იმიტომ დაიჭერენ რომ რაღაცა ქალს ძალადობაზე თელერა, აი მასაც დაიჭერენ. ეხლა სჭირდებათ. თორემ იჩივლა ქალმა ერთმა, მეორემ, მესამემ მოჩიოდნენ. ვიდეოებიც ხო და არ უარყვია რამიშვილს, ბოდიშები იხატა თავის ოჯახში და გაეყარა ცოლიც და შვილიც და შვილებიც აგინებდნენ მაგას რო იცოდეთ. არა, არ გამოვიდა შვილი არ თქვა ეს კაცი არ არისო. მაგრამ ეს ახლა ხოცების უკანალიდან რო ლაპარაკობს, ყველაფერი ეპატიება, მაგრამ მოვადრო რომ გამოაძრონენ უკანალიდან და მაშინ დაუდებენ წინვა და ტყავსაც გააცრობენ. ეგ დროც მოვა. არავის არაფერი არ შერჩება. რას მეტყვით? თან ეს ის დრო იყო ბატონო რამიშვილს რო აუგორეს, როცა აქ დააგორეს და მთელი დასავლეთი დაკავდა ამ ჰარასმენტით, იცით ხო? და ნახეთ რა ის იყო. შენ რო თუ დასავლეთზე სწორდები და რაღაცა, როგორ შეიძლება ამაზე ხელის დაფარება, ხო? ნახეთ, მაგრამ ჩემი კაცია ნაშსუკინსინ, მემჭირდება, ტყავი გაიძრო, გახსოვთ, მაშინ იწყებს უკვე ალტიფო შემოყალიბება სამნიკო და დაუმტკიცა ისა რა, გინებების სხვა იმეების რა და არა, მოდი გამოვიყენებ ამ გაფუჭებულ ადამიანებს, ბიძინამაც რა. აი დან ვიგინდა რა, ამასთან როგორ ასოცირებს მე არ ვიცი. ის კიდე რო გამოვიდა ახლა, ლაშაც გამოჩნდა, ხო იცით ბატონო, მარცხალაძის ის რო იყო, იდეოლოგი რო ყავდა რა ბიძინას. ახლა გამოჩნდა რაღაც დაკითხვებზე ეუნებიან ღარიბაშვილზე და იმასე რა. აი ეგეთ ხალხთან ბიძინას როგორ ქონდა ასოცირება რა. აი ეგეთ ხალხთან. მართლა ის არის და ის ბიჭები როგორ გააფუჭა მართლა რა. ესეთები არ იყვნენ მართლა ეს სულთანიშვილი და ისა რა. და ნახეთ რა გაუკეთა. ყველაფერზე წამს ყველაზე ერთ-ერთი ჩემი თუ გაინტერესება თქვენ კი ძალიან იმას შევოდით იმას შევოდით ცოტა ინდობდით და რაღაცა. აი ძალიან ისეთი პიროვნება რა. ანა მარტო ჰაბიტუსი და იმითი. აი რასაც აკეთებს როგორი გზაც გაიარა მაგა რა ამ რამიშვილმა რა. აი როგორ ფულს ძალავდა იქა სააკაშვილიძეს გაფუჭდა. საყოველფერზე ხელი აიღო რა. თანაც ესეთი ადამიანი ხა გასაგებია ცოტა გარეგნობე ხა ტრამპი რო ქალაშებოდა. აი ესეთი ადამიანი რო გოგოებს როგორ იაფასიანად ხო ზე სპეკულაციას უწევდა. და ჩვენ ჩირკი ჩვენს წახსხეს რა მაგათმა რა. იქ ნამდვილად დასტურდებოდა ყველაფერი ხო? ესეთ ადამიანს ხო გასაგებია რომ არ დაიჭირო, მაგრამ იდეოლოგად ყავს, ერთ-ერთი მხარდამჭერი ტელევიზია გაქვს. აი ეს უკვე ბიძინას იმაზე მეტყოლებს რა. აი ძალიან საზიზღარი პიროვნება ყოფილა ბიძინას, როცა ესეთ ადამიანს ესეთი იმაში არ ფულს რატო არა ან ხაინდრავა ბატონო. ხაინდრავას გვერდზე დაყენება შეიძლება რომ დაგიბრაოს. არის რა რაღაცა. აი ეს უკვე მეტყოლებს ხო ვისთანაც შენ ასოცირებ, ვისაც იყენებ ხო შენი მიზნებისათვის, შენ როგორი ხარ. არა ბიზნეს პატარკაცის შვილს არ იყოს, გახსოვთ რა თქვა მე, თეთრი ბაბუის ის გონი ვართო, წვერები რომ აქო რაღაცა, გახსოვთ რა თქვა? ეგეთი ბაბუა კი არა ვარ, რომ ჩაუწერეს ისა. აი ბიზნეს ეგრე რა, ეგ ისეთ მილებშია, ისეთ ხალხშია, ქურდ მამაძაღლებში და ყველაფერზე რო წამსვლელია. როგორ დადო ის კასეტები? ეს ხო ნამდვილად ის იყო რა.
პირდაპირ დამიდასტურეს. შეიძლება 1-2 და მართლა ფაქტები იყო, ვიღაცა ვინც ძალიან ის იყო, მაგრამ ეს ხო მასობრივად გახადეს და ხალხი დააყენეს ფეხზე. ნახეთ რა გამოიყენა ბიძინა? და გამოიყენა ეს პატრიოტთა ალიანსი და ესენი. ხო არა, ძალიან ბინძური კაცი არის, ჩვენ დავარქოთ ყველაფერს სახელი. ერთ სააკაშვილი ვერ მივა, ერანგვერია მაგასთან სიბიძო. აი შევარდნაძე რო შევანაძე ხო, ის იდეოლოგიაში და იმაში იყო და სხვანაირი იქონდა, მაგას ქართულთან მართლა გძნობდი მე მაგას, რომ ქართველი ერი თავისებურად იმაშებოდა. ეს პიროვნება ძალიან ისეთ პიროვნებაა რა. ბიძინა ყოფილა ყველაზე გაიძვერა მე თუ მკითხავთ რა. თუნდაც ეხლა ილია მეორის და იმას კი არ ვამბობ მე და რელიგიას, ეს რელიგია ქართულ იმასთან ასოცირდება, ხო? აი აქაც ჩანს მაგის ისა. მაგის დამოკიდებულება ჩანს რა. აი როგორ თქვა, რატომ მოწონდა მაგას ნიჩზე, ხო? აი ეს სუპერმენობა და რაღაცა რომ ყველაფერს წამსვლელი, მაკიაველობა, აი ეგეთი რაღაცები მოწონს მაგას რა. რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ბიძინა ახლა არაფერს არ შეერჩენს, არც რამიშიც არ შეერჩენს, მოვერდო რომ მეთქი გითხარით და თან კიდე უცნაური ის არის რომ ვინც დანიშნა ბიძილამ და ქებადიდებით დანიშნა და მე მოღალატებად გამოაცხადეს. სულ ყველა რო ჩამოთვალო პრეზიდენტები, მარგველაშვილი, სალომე, პრემიერ-მინისტრები, კვირიკაშვილები, ისინი გახსოვთ მაგის ჩანაწერები, გასულ ამოიღეთ, ნახეთ, რა ხოტბას ასხამს ღარიბაშვილს, რა დალოცილო, რა ყველა ვინც დანიშნა ყველა მიღალატა. რაღაცაშია საქმე, ხო? აი ეს რა არის, გამაგებინე, სად არის? ერთგულება სად არის? და მე იძახით რომ იცი რა ვიღალატა ამან ვიღალატა შენ არ დანიშნა ხა გვაყარებდი ამ ხალხს ან ღარიბაშვილი კიდე ასეთია ისეთია საყარელია ნამდვილი ქართველია ეს არის ეხლა რა უბედურებაა რა არის ეხლა რა ბზეკმა უკმინათ და საერთოდ ამას იმუნიტეტი აქვს თუ არა დეპუტატობის მანდატი დატოვა ღარიბაშვილი გაგვაგებინეთ რა ხალხნოისა შეიძლება რომ დეპუტატს ჩხრეკავდეს ადამიანი და ეს ხელშეუხებლობა მარა არის დეპუტატის. რა ქვეყანარია გამაგებინეთ ეს ჩუმად ამას უკვე ჩამოართვეს დეპუტატი აღარ არის? პარლამენტში ეს კაცი არ დადის? და მაშინ დეპუტატობიდან უნდა ჩამორთმეული უნდა იქნას იმუნიტეტი. აქვს ამას დეპუტატობის. იქნებ მითხრათ, იცით ეგ თქვენ. მოქმედი დეპუტატი არის თუ არა ღარიბაშვილი? და თუ არ არის, როდის მოხდა მაგისი დეპუტატის მანდატის დატოვება ოფიციალურად, იმიტომ რომ ეს ერთი კაცი არ ართვას, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს ეს. ერთხმად და გადაწყვიტავენ. მოიწვიეს ეს სესია და ამას ჩამოართვეს ეგა? არა. მაშინ რატო გაჩხრიკეს? რატო დაარღვიეს კანონი? შესაძლებელია დეპუტატის გაჩხრიკვა? მოქმედი დეპუტატის ხო ხელშეუხებელია ყველა პარამეტრებით. ბიჭო, რა ქვეყანაა, ბიჭო, გიждები რა. და ესე იგი დეპუტატობიდანაც მიატოვეს, სად გაიქცა? არ ესწრება სესიებს? პარლამენტის ხდომებს არ ესწრება? აბა რისი დეპუტატია ეგა? დეპუტატის ხელფას იღებს 16000 ლარს? შეუჩერეს ეს ყველაფერი? აი კითხვები. ახლა მითხარით. ამ კითხვებზე თქვენ გამიცით პასუხი. მოიძიეთ. თუ ჟურნალისტები კითხებს, რატო არ ასვამენ ასეთ კითხვებს? რაღაც სისულელეებს რო სვამენ კითხვებს, სულელურ კითხვებით რო ტვინს ხდიან ადამიანებს. კაცო, ეს დეპუტატი არის თუ არა? და სად გდია ღარიბაშვილი და გამოდი და დააფიქსირე რა სადაც უნდა იყოს. მითხარი რა მოხდა? რა არის ეს რა მითოლოგიური პერსონაჟი არის? სად გაქრა? რა თქმა რომ აჩვენეს რა ამოიღეს ფული, ამოიღეს ვისთან წაიღეს? სად წავიდა ეს ქონება? ვის მისცეს? აუფლებით გაჩხრიკეს, ეგეც არ ვიცით, ღამე დაეცნენ. მე გააფრთხილეს, ხო არ იყო სახში. ესე იგი ვიღაცამ გააფრთხილა ღარიბაშვილი. სად წავიდა? სად დაიკარგა? რა სუსის ის არის რაღაც ეგ ეს სამწუხარო უშუალო სამსახური, ესე იგი გაგეპარა კაცი? ნებართვა საიდან აგე პარლამენტიდან ნებართვა გაიცვა რომ ეს კაცი უკვე აღარ არის დეპუტატი და გაჩხრიკეთ. გაიცა ეგ ბრძანება? ბიჭო, ყველაფერი რა, ეს არა ყაჩაღობა რა. კრიმინალური ბანდა. ამას გადაიკეთოს რა ეს რა, ამ ხოცებმა სხვა რაღაცა დაირქვან რა. ხო, დაირქვან რა, ეს მხედრიონი დაირქვან. თანამედროვე მხედრიონი რაღაც, ბიზნეს მხედრიონი. აი ეს როგორ შეიძლება ხალხო ესა რა? და ჯობი არის პირდაღებული და კითხვა არავის არ მოსვლია, რა იურისტები ყავს. და დეპუტატის გაჩხრიკვა როგორ შეიძლება? ჯერ უნდა წაართვა ეგ დეპუტატობა, განიხილო.
მერე გაქვს უფლება, ჩვენ რიგითი მოქალაქე ხარ და მორჩა, ექვემდებარა დეპუტატის მანდატი, ფლობს თუ არა. და საერთოდ სად დაიმალა ეს კაცი? და რატომ მიჩუმდა ეგ საკითხები და ყვედობს ტელევიზიები? რა მოხდა ახლა? გამოაცხადა იმას სახალხო ტიპ უშიშროების სამსახურის მჭრომელობა. ხო, იპოვეთ მასალები? დეპუტატი არის თუ არა? მოგესალმებით. მოგესალმებით. თვითონაც არაფერს არ ამბობს ახლა დეპუტატობის შესახებ და იმუნიტეტის შესახებ და ეგ იყო ბიძინას დეპუტატი. ამიტომ როცა ბიძინას უნდა არის დეპუტატი, როცა არ უნდა არ არის დეპუტატი. თვითონაც გრძნობს ამას და თვითონაც არაფერს არ ამბობს და ახლა რა თქმა უნდა მაგას პარლამენტი. ძალიან მარტივად არის საქმე. თვითონ ამბობს რამეს რომ უკანონოდ მოექცნენ. საერთოდ ამბობს კი არა სად არის? გამოჩენილა? აი მაგაშია საქმე, რო არ გამოჩენილა, იცის რომ დეპუტატი აღარ არის და იმიტომ აღარ გამოჩნდა. აღარ არის დეპუტატი ეგრე ხო არ არის? ოფიციალურ კანონს ნუ არ ღვევენ კაცო რა. ეგენი ხო ვითომ კანონს აწვევიან. აღარ არის დეპუტატი ეს ამბობს, მაგრამ მაგან იცის რომ ეგ არის ბიძინას დეპუტატი, ამიტომ არაფერს არ ამბობს. კარგად არის საქმე. ხო, კარგად არის საქმე. მე სად დაიმალა? სად დაიმალა უშიშროების სამსახურს? რომელ ქვაბში ჩაძვრა და რომელ ქვებში არის? უცხოეთში არის გასული? არის უცხოეთში წასული. სად იმალება? ბიჭო რა გამოცანა ქვეყანა არის საქართველოს გიждები რა. უნდათ კანონია, უნდათ არ არის, უნდათ ხროვა. სად გაქრა კაცი, კაცო? და რა სამსახურია ეგ უშიშროების სამსახური არის საწავი და კაცი? აბა და უნდა დაიშალოს ეგ სამსახური. ჩხრეკვას აწარმოებ და იქ სახში არავინ არ ცხოვრობს. როგორ შეიძლება შეხვიდე? ვიღაცა უნდა იყოს იქ, შეიყვანო ვიღაცები, მოწმეები, ხო? ხო საჭირო მოწმეების დასწრება, გაფორმდება ეგ ყველაფერი, დაისრო პატრონი, იქ უნდა იყოს პატრონი. პატრონი არ არის შედიხარ. ორდერი სად არის? ბიჭო, რა ქვეყანაა გიждები, მე მაგის დედავატირე რა. სად წავიდა ეს კაცი, სად? სახში რატო არ იყო ამდენი ქონება, სახში გაგ და სახში არა ხარ. ხო შეიძლება გაქურდოს ვიღაცამ. ვიღაცამ გააფრთხილა, ხო? ეხლა მაგას 70 კილოს ვერ მოიკიდებდა ახლა ზოგზე და ვერ წაიღებდა. თუმცა ეგ საერთო ამოღებული არის მაგის რამდენი არ ვიცით. მე სამშაბათს ეკავ, თუმცა არაფერი. აყაყანეს ხალხი. და დაალაპარაკეს ყურადღება გადაატანინეს. დააკავეს ტელევიზიები და უსაგნო იმაზე მსჯელობენ, აი მოვლენა, ეს უსაგნოა რაღაცა, აი ხარიბაშვილი რატოა ესია, ის არის ლილოაშვილი. რა ვინ შემოაგდო ესა, ვინ? რა თმინდა ეს რო განაცხადეს. გავაგებინეთ ერთი რა არის. და თუ მართლა ძალაუფლებაში მოდიოდა და საშიშროებას წარმოადგენდა, რა დაიჭირე მაშინ? დაიჭირე და ასამართლე და დაგვასწრე რა ამ სასამართლო პროცესზე არ შეიძლება? რა ბრალდებას უყენებთ? გაფლანგვას? მე სად არის კაცი? სახელმწიფო თუ გაფლანგა 400 მილიონით და მთელი რიგი რაღაცებით, ყავი უნდა გააზრო და სააკაშვილი მაშინ უნდა გამოუშვა იქიდან. იმას პიჯაკების თაობაზეა დაჭერილი. იმას რა ბრალდება აქვს აყენებული? ბოკერია რატომ არის გარეთ? ბოკერი არ იყო მაგ გუნდში? თუ ბოკერია უყურებდა ისე რა, მხარდაჭერაზე წამოწეული ამბებს და არაფერში არ ერეოდა. სისტემა რატო არ არის გასამართლებული? და მე იადონივით რაღაცა გალიაში რო ყავთ სააკაშვილი, ეს რა ციხეში არის ეგ კაცი მე ვერ გავიგე. ჰაერზე რო არის ტკბილად იქ. ეგ რა ციხე არის? ბიჭო, რამდენი კითხვის ნიშანი არის საქართველოში? და არც ერთი ჟურნალისტი ეს ვიღაცა დაიარკების ის რო არის გროვა. კითხვას საერთოდ არ სვამენ რა. იმიტომ ტვინში არა გაქვს ტვინი და სისულელეს დაიჭერენ და სისულელე კითხვები როა რა, ასულელური. გავიდა დღეები, არ ვიცით სად არის ლილუაშვილი, არ ვიცით სად არის ღარიბაშვილი. ნუ ბარწყალაძე რუსეთშია წავიდა. ხო, არც აინტერესებთ მოსკოვში რა არც აინტერესებთ. დამნაშავეა სახელმწიფო მოთხოვე რუსეთს დაგიბრუნონ. ამასაც არ ეძებენ. აბა რა თქმა ეს ფოკუსები. ხალხი ააყაყანეს. გახლით შესორად.
პრო ღარიბაშვილებად და ანტი ღარიბაშვილებად. აი ესეთი გადაცემა მიდიოდა იქ. აი ჭიქაშვილი რო ჭყავის იქ სულელი გადაცემა რო აქვს სოლიდარობა. იცით რა ბიძე ესე როგორ მხარში იდგნენ? ხო? აი ღარიბაშვილების კამანდა აქებს ღარიბაშვილს. გახლიჩეს ხალხი. ხო, მივიღეთ მოწინააღმდეგები და მხარდამჭერები. რა გააკეთეს ესა მიამიზნე დავატირე ეს რა უბედურებაა რა. უფრო მეტი არის მხარდამჭერი რო იცოდეთ. თუ დაეჯერება იმ გადაცემას უძღვებოდა ომანიძე ის კიდე ცოტნე იყო კიდე და ჭიქაშვილი. ორი დღის უკან სოლიდარობა მშვიდობისათვის პოდკასტი რო არის, ეგერ ხო ტელევიზია აღარ აქვს და ამ YouTube-ზე და იმებზე არსებობენ თავი. მე ხვდა ბატონ რეზო გადაცემა არა მარტო მაგაზე გამომდინარე, ისედაც ჩვენ რელიგიურიდან შევაფასებთ მაგას ბატონ რეზო, მენტალიტეტიდან, ხო? და ღარიბაშვილს უფრო მეტი ყავს, ბიზნეს არ აყავს. ეგენი ვინც ბედავენ ახლა. და ეს უკმაყოფილობა ნელა იმას იზავს რა, ფეხს მოიკიდებს. რა თქმა უნდა ბატონ რეზო, რა თქმა უნდა ეგრეა. ხო, აი რატო გააკეთეს ეს მეთქი რა არის? ახალი ფოკუს გვიტარებს ახლა ბიზნა? ხო შეიძლება ახალი ფოკუსი, მე ხო გითხარით ადრე ამ კაცისგან ყოველთვის ელოდეთ სურპრიზებს მეთქი. აი ნახე მაგარს თუკას გაგიკეთეთ მეთქი, აი 4 ოქტომბერიც წინა დღეს ხო ვიძახდით. ეს სიტყვა ვახსენე. ამისგან სურპრიზს ელოდებოდეთ მეთქი. მე არ გამიკვირდება რომ შემოაჭრილი გინდეს ახალი პარტიით და ახალი რაღაცეებით ეს შემოჭრილი გინდეს ამხედრებული მესამე გამოსვლა იყოს ღარიბაშვილის. აბა ახლა ამას ახლა გაგრძელება არა აქვს ახლა ამოიღე ქონება და დამთავრდა. მორჩა. დახურულია სფერო. ყაყანი არის და გაიხლიჩა საზოგადოება და უფრო მეტი ყავს ღარიბაშვილებს დამცველები. უფრო მეტი ყავს დამცველები. მთელი მართლმადიდებლობა და წმინდა ოჯახი ამის მხარეზეა. ეს შეამოწმეს თუ რა ჯანდაბაა. გუშინდელი ის ვაშკაცები როზიან რამიშვილის ორი ვაშკაცი. რო გააფუჭა ამ რამიშვილმა. ჯერ სად არიან ამათ წინ ელოდება თუ ბედურება. საერთოდ ხმა არ მოუღიათ ღარიბაშვილი. ვითომ ცარცყოფილა. ბიჭო რა ტენდენციურები არიან რა. ვითომ ცარცყოფილა. მერე ყველას მასხრად იგდებენ და ის რო არის ყურაშვილი დოროთე ყურაშვილი აქციაზე იმას რატო არ აშაყირებენ ყველას აშაყირებენ აი ამ კაცს რატო არ აშაყირებენ ისეც ხო აქციაზე უდგას გვერდზე ემად თანაუგზნობს იმ ტიპებს თლიანად თანაუგზნობს მოგისმენიათ იყო რა ფორმულაზე იჯდა ეს კაცი შავით და ჭერებით რაღაცა არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ამაზე რატო არ შაყირებენ არც ჟავანაძე აკრიტიკებს მაგას რა ტენდენციურობა ეს ვერაფრით ვერ გავიგე რა თუ მაგას არ აკრიტიკებ მაშინ ავტორიტეტი არის საპატრიარქო და საპატრიარქო მხარს უჭერს აქციას და შენ რაღაც გაზრდებ მე ვერ გავიგე რაღაცაში თანამიმდევრულები რატო არა ვართ კაცო მაგარი ბარდაგია ესე რო იცოდეთ რა ვერ მოაგვარებს ბიზნა მაგას ვერა ხალხი რო აღარ არის იმიტომ არიან ისინი გამოკეტილი იზოლატორში აღარ არის ხალხი არას და მოხდი აღარ არის ფიზიკურადაც აღარ არის ხალხი დაკავებულია ხალხი ინტერნეტში მობილურებში აი ყვერმილი არის არის ტყეში რატო ჩეპოტის აი დიდ ქართველთა გაერთიანებამ რა გააკეთა შეიყარა ხალხი მანდა რო წაიღეს ტვინი 1 წელი მარტიდან მოყოლებული შეიყარა ხალხი მანდა მოაგროვეს ხალხი სად არის დიდი ქართველთა გაერთიანება 4 ოქტომბერს დაიძრა ხალხი ევროპიდან და ამერიკიდან ხო იძახდნენ მოდიან წამოვიდა წულაია მე რამდენი თიტყუებოდა ეგაცი სათავეში უნდა ჩაუდგნენ ვის უნდა ჩაუდგე რატო უნდა ჩაუდგე როცა სახლი გაქვს კარი გაქვს გულაო ფული გაქვს ვის უნდა ჩაუდგე სათავეში კიდე რა და სათავეში რო ჩაუდგები მოდიხარ სათავეში რო იყო და სათავეში აღარ უნდა ამათ ყოფნა ფული ისედაც არ უნდა მელიას ახლა სათავეში ყოფნა როზდომოდა პარლამენტში დაჯდებოდა და 16,000 ლარი კაი ხელფასია და იყარე რა არ უნდა და იგჯდომა რა არ ზურა ჯაფარიძეს არ ევასებოდა გასუკის კეთება იქა წავიდა ეგეც არ უნდა იგჯდომა გამიგეთ გარიგებული არიან ძალაუფლებაში ვერ შევალდა თუ ძალაუფლებაში რა დეპუტატად ვიჯდე იქა მოწაფე ვარ ხო მიხვდნენ რომ არა რა სანამ ბიზნა არის ჩვენ იქ ვერ ვიქნებით და სხვა მხრივ ამიყოთ ესე რა ხალხს კიდე იყენებენ მომიყვანე ძალაუფლებაში
ხალხი კიდე ამათ როგორ მოიყვანს ძალაუფლებაში. მოიშორეს. ასე რომ არავინ არ არჩანს ჯერ ისეთი რომ შეცვალოს ეგ. აი ესე წავა ცხოვრება, აი ესე მიდის, ინერციით მიდის. ფულის კეთება არის ნომერ პირველი. ყველა ვისაც შუნვა გაკეთოს ფული, ვინც მთავრობაშია, ვინც გარეთ არის, ყველა თავისთვის არის რა, სად არის მან სახელმწიფო? მაგას სახელმწიფო ქვია? ასე რომ დაქცევისკენ მიდის ყველაფერი და ბიძინას ეგ ფუნქცია აქვს, ბევრჯერ გავშიფრეთ ეგ რომ ამას აღშენებლობის ფუნქცია კი არა აქვს. ქვეყნის დაქცევის, ქვეყნიდან ქართველების გაქცევის. აი ამას წმინდა დასრულებს ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯით. აი ვის უტოვებს ტერიტორიას, ეგ უკვე სხვა საკითხი არის. ტერიტორიას ჯერ რუსეთი აკონტროლებს. მაგათი ბაზები აქვს საქართველოს ტერიტორიაზე. თვითონაც თქვა წადით აქიდან რა, წადით რა, ღია, კარი წადით რა. ვინმეს დაძდევს? არ გინდა ქვეყანაში წადი რა. ფულს ვერ აკეთებ, წადი გარეთ. მათ თუ ფულს გააკეთებ, წელიც მიეცია, აბა როგორ გინდა? ხო, ვიღაცები დაკავებული არიან, არის პოლიცია დაკავებულია, სამედიცინოა, ინსტიტუცია ხალხი არიან, მაინც ორ კაპიკს იღებენ. ვინც არ არის დაკავებული, ის გარეთ გადის და ყავდება. თუ არა და გარეთ დაკავებული ხალხი ფულს უგზავნის მან დაუყავებს და კოტრიალობენ და პლანს ეწევიან. მაგარიც არის რა, ვერ გაიგებ რა ქვეყანა. კანონით მაცხოვრება არ არის და ეკონომიკა არ არის და რისთვის არის ეგ ქვეყანა ამიხსენით თქვენ. რა ბაქიბუქობდნენ ბიჭო 4 ოქტომბერს დაიძრება ევროპიდან ქართველები მოდიან. პირდაპირ რა. რა იყო ესა? ბურჭულაძე რო გეყოლება ახლა ლიდერი რა, აი ერთი რა. მეცინებოდა დაწყმარდება იმ შემთხვევაში, როცა სხვა იქნება უკვე მათ მიმთითებელი და აპეკუნი. იმ შემთხვევაში ისე არ. აი პირდაპირ გარემთ რო ჩაერევიან და უკვე იტყვიან ეს და დაუჯერებს ყველა. მანამდე აი ეს მდგომარეობა იქნება, ხოროვა იქნება, ფულის გასაკეთებლად ხოროვა და ერთმანეთის მხილება და დაჭმა და ეს კიდე აწყობს რუსებს. ეგ ქვეყანა განწირულია რა. მე ჯერჯერობით ასე ვხედავ და ხა განათლების რეფორმები არ არის წავა კიდე რა. განათლება ხალხი აღარ აკავთ მანდობა. ვის ანათლეთ მე ვერ გავიგე. აგერ ახალგაზრდები ქურდობენ, აჩაღობენ და თელამბებში არიან გოგოებიც კი. ვინ უნდა გაანათლოთ კიდე არ მისმის რა. ალბათ გასავლელია ეგალიან და გაევლიან. მე როგორ იქნება ეს კარგი. ჯერჯერობით ყველაფერი იქითკენ მიდის რა. დაბლა მიდის ყველაფერი. სპირალურად დაბლა მიდის. სადღაც გაჩერდება და მე აღმასვლა წავა. ჯერ ასია საჭირო რა, ერთმანეთს გაჭხრიკავენ, განახავენ რა, აკოთებული სიტუაცია, ერთმანეთს უშვებენ, სულ ღალატი არის, სულ დაჭერობანა არის, სულ დაინაწილეს ქონებები, ამას ამდენი აქვს, იმას იმდენი აქვს. სულ მაგაზე ალაპარაკი ტელევიზიებში, ვის რამდენი აქვს, ვის სადაჩა აქვს, ვის ასა, მეძე კი არ ვლაპარაკობენ. ესე რომ ქვეყანა მან არა შედება ქართველის არ შეუძლია კანონიერი ცხოვრება არა. კობახიძეც ლაფად კაზედებს რო იცოდეთ, რო ის ამბავია. მაგასაც გადააგდებს ბიძინა. ხო, ნუ ახლა ჩაწყნარდება და ისევ გადანაცვლებები წავა, ისევ მოხსნები, დანიშნები და რა თქმა უნდა კობახიძეც უკვე ამაში ასრულა თავის მოვალეობა. ბიძინას ახლა ამაზე კი არ გაგიჟდება, ჯვარი კი არ აქვს დაწერილი მაგას. ბიძინას დაჭერილი ჯვარი აქვს ფულზე, ოქროზე, სიმდიდრეზე, ოჯახზე, დანარჩენი მაგას ფეხებზე კიდია სულ ყველა რა. ეგეთი არის ქვეყანა და ხარ აგინაქნათ რა. ცოტა ხანს კიდე იბოგინებენ და მე ალბათ დამთავრდება ყველაფერს დასასრულია და როდემდე იქნება ახლა ბიძინა და თავისი რაზმი ახლა სამი დღეში უტყი არ არის. არა როგორ გინდა ახლა გაიტანო ესე დაჭერებით რაღაცეებით, რა რეფორმები არა უნდა გააკეთონ, ბარდაგი არის. ჯერ უნდა იყოს აი ნახეთ როგორი წესრიგი არის ბელორუსიაში, წესრიგი აუცილებელია. ხო, უნდა ალაგო რა ეს მოყაყანე ხალხი და ტელევიზიები გახსნილი არის, ყველას თავისი პოდკასტები აქვს, ყველა რაც უნდა იმას ლაპარაკა, მანგო რო გამოვა და ისიც რო დაიწყებს გატრაკებას ახლა. ესე არ არის წესრიგს ვერ და ესე კი აწყობთ ბარდაგი და ყველანაირად ბიძინა ბარდაგს ხელს უწყობს, ყოველთ მე არ შემეხოდა. დანარჩენი რაც გინდა ქენითო რა. ეგ კაცი და ეგ მთავრობა არის საქართველოს გასანადგურებლად მოსული. ალბათ ემსახურებს მოსახლეობა მაგას, ალბათ ყველა ხო არ იქნება. ხონადგურდება, 30 წელზე მეტია ხონადგურდება. დემოგრაფიული პრობლემის წინაშე ხართ. ტერიტორიაზე სხვა ხალხი შემოვიდა. ოკუპირებულია ტერიტორია უცხო ჯარით. ოკუპირებული ხო არის. და არასოდეს არ დაგიბრუნდებოდ ეგა სანამ არის მდგომარეობა არის.
ხო, რუსებთან გამწვევებული მდგომარეობა არის, ხო? რუსებს ძალიან ბევრი კომპანიები აქვს მან და ყოლიფავს საქართველოს წილებში არიან, ხო, მან. ხო, რამდენი ის არის კომპანია რუსული. რაზეა ლაპარაკი მე ვერ გავიგე. ქვეყანა არის დაქცევის პირას. არის ფულის მოკლედ როგორ არის იცი? ვისაც შნუაკ ფული ვაკეთოთ. აი ეგ არის ამოცანა. მთავრობაც ფულს აკეთებს და ყველა ფულს აკეთებს რა. ვინც ვერა გარდგარბის, ვინც არა და პლანს ეწევა და ასე შემდეგ. სხვა მხრივ ხა რა, თუ კიდე წად მაღაზია გაქვთ, რა პრობლემაა ხა. მაღაზიასაც ქურდავენ. ახლა შუფეხებზე არა კიდე, აი ბიზნეს მაღაზია კი არა გავქურდიათ. ვიღაცა ბიზნესმენის მაღაზია გაქვდეს, პადუმეში რა, იმას ამოიღებს ისევ რა, მოსახლეობიდან ამოიღებს. გააძვირებს იმ საქონელს და ისევ ამოიღებს მაგ დანაკლისს. წესრიგი ის დავყარება თვითონ ბიზნესს არ აწყობს, მე რა უნდა გააკეთოს. მე მოთხოვენ საქმე გააკეთე. ეხლა აი ბარდაგი. რომ არ იყოს თვითონ შექმნის მაგ სიტუაციას რა. აი რა ქოთქოთა ხალხი რა ხარი ბაშვილი და ვითომ ახლა სხვებს არ აქვს ფულები და მანქანები და აი ვის არ აქვს მაინტერესებს ვის მე კაით რა ერთმანეთს ეჯიბრებიან სახლი როგორ გატენო ნავეჯი და ვინც აცხოვროს და მაგაში არ არის ეჯიბრი სოფელი დააცარიელეს და ეს ხალხიც აყვან თავრობაზე გადახვეწილები არიან გარეთ მუშაობენ რაღაცა მან კოთხვა აშენონ იქა და მანქანა შულს უყიდონ ეგ არ არის ახლა იდეა რა არის ახლა ქართველის იდეალი რომელიც საათი ამასობაში ოჰო 12 რა მალე გავიდათ 12 სულიერ 25 საქართველოში უკვე დაამებულა კეთილი შედაგემშვიდობებით დიდი მადლობა ყველას და აბა ხვალამდე შეხვედრად ღმერთი ინებებს და ისევ შეგვახედრებს